დაიწყე. და შენ დაიწყე. კაი, მე დავიწყე დიდი სიამოვნებით. ეს გიჟია, ხო იცი? შენ ხარ გიჟი. კაი, შენ დაიწყე, მედი ეხა გითხრა. რა დაიწყე, გაუმარჯოს ლაილაის მაყურებელს, აგერა ვარ ჩვენ ისევ. მივდივარ წინ და ვარჩევ სპეციალურად სეტეს ქუჩაზე. ძალიან მაგარ სტუმრებს ვარჩევ სპეციალურად თქვენთვის. ერთ-ერთი აი დათო ტურაშვილი, რომელიც ნუ რა ვიცი ხა. ჩემი ბავშვობა არის და ჩემი მეგობარია და რა ვიცი, ბევრი რამე გვაქვს ერთად გავლილი და ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ჩვენმა შემოქმედებმა და ჯგუფმა დიმა როგორ ამოგვეწია, აი რაღაცა უციგნურობი და როგორ დაგვეწია დიმა და აგერ მოვიყარეთ. დათო ტურაშვილი იქნება უშველოდ რაღაცა დიმას. ასე რომ დადე ჩანგალი ჩანგლისთვის არის მოვა მოსისინდება ჩვენი ამიგო. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, პირველ რიგში გამოვიწეროთ ლაილაის YouTube არხი და დავალაიქოთ ყველა ვიდეო, განსაკუთრებით აი ეს ვიდეო და მივყვეთ და შევბეროთ, იმიტომ რომ მაგარი ამბები გვაქვს, კარგი სიახლეებიც გვაქვს, როგორც იცით, ჩვენი მეგობარი საირმე აღწერაში არის მითითებული საირმის Facebook გვერდი, გადადით, იპოვეთ გათამაშება, ჩაერთეთ ორდღიანი, ორკაციანი საგზური ქვევრებში, ასე რომ დალიე უკეთესი და დააბამოსე რა. არ არის შენი რა ეგეთი რაღაცების, აი ხო და მე შენ თქვი. რა არის ჩემი რა, არა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ისეთი. კოსტოვა 77-ში ვარ, ვიდეოს თავში, რა თქმა უნდა. ტურიკ, ისე რამდენი ნახე? გამიჩალიჩა ბიჭო. რამანიაკია, გააჩალიჩა. ისე რა მაგარი ქვეყანა გაქვთ, მაგაზე წყლებზე გეუბნები. რამდენი საგვაქვს წყალი ვიდეო? რამდენიც გინდა წყლები, ყველაფერი ბევრი გვაქვს პატშოს. რაც გვაკლია, ამ ყველაფრის სწორად და კარგად გამოყენებთ. ყველაფერი ბევრი და ღვინოების არა, რამდენი კარგი. მე მახსოვს ბილბაოში რომ იყავი და აი ნაღდი ციცკაცოლიკაურიაო რა, აი ბასკების ღვინო რო გასინჯე. მაგაზეც გითხარ, მოდი მაგი დავიწყო და მე შევბეროთ. მე გამიხარდება. კი ბატონო, საიდანაც გინათ იქიდან დავიწყოთ, რახან ბასკეთი ახსენეთ, ბასკები დავიწყოთ და სხვაშორის ბასკური ფეხბურთის ისტორია ძალიან გავს, ქართული ფეხბურთის ისტორიას იმ თვალსაზრისით, რომ მთელი მე-20 საუკუნე ფეხბურთის გამოგონების შემდეგ მართალია მე-19 საუკუნეს თვლიან ფეხბურთის გამოგონების ეპოქად, მაგრამ მე-20 საუკუნეში როგორც ჩვენთვის იყო ბავშვობის თბილისის დინამო ყველაზე მთავარი ასპარეზი ეროვნული იდენტობისთვის, ისე იყო ბასკების ბილბაო მათთვის მადრიდთან დაპირისპირებაში და ბასკები მოგესალმებით თვლიან, რომ ისინი არიან ძირძველი, ნამდვილი მემკვიდრეები იმ ხალხის, რომელიც მიწაზე ცხოვრობდა. დანარჩენი ევროპელებს ისინი თვლიან როგორც მოხევები, ხო, მოხევები და დანარჩენი ყარდაყურტა. ასე თვლიან, რომ ბასკები არიან აბორიგენი, ნამდვილი და ძირძველი ძველი იბერიელები, ანუ ვინც შექმნა ევროპული ცივილიზაცია და მერე ეს ყარტაყურტა ხალხი მოვიდა ინდოევროპული მოდგმის და დაიკავა ეს უკვე არსებული იბერიული, ანუ ეს ხმელთაშუაზღვის ცივილიზაცია დაეპატრონა და ამიტომ მათთვის როგორც ჩვენთვის იყო ფეხბურთი, ბილბაოს ატლეტიკიც არასოდეს არ გავადგინდა, როგორც თბილისის დინამო 1930-იან წლებიდან მოყოლებული. ანუ რაც ვიყავით უმაღლეს ჩემპიონატში მონაწილე, იმის მერე ესე საბჭოთა კავშირის დაშლამდე არასოდეს თბილისის დინამო ერთხელ იყო მაგარის ერთად რო გადარჩენის ამბები რო იყო და გურიაზე სალონებში ლავანეთი გურიას დასარჩენი ამბები რო იყო ხო გახსოვს ერთმანეთში რომ ერთმანეთში თამაშობდით რაღაც გულები გავიყავით არა თბილისის დინამოს შორიდან დაარტყა გაუტანა თბილისის დინამოს არა უბრალოდ ეგ გამახსენდა უცებ მთელი ერა შეკრული იყო ის დარჩენილი შენ ბასკეთში ნამყოფი ხარ არა სამწუხაროდ ყოველ მეორე შენობას აწერია გურია და სწორად გაგახსენდა რო ჩაფრინდები აი დაიმახსოვრე ბილბაოს აეროპორტში გადაიხედე რომ გამოაცხადენ ხო აცხადენ ხო 20 ჯდება ჩაიხედე და გონია რომ ანჩოხატაურში ჯდები ან ოზურგეთში მაგარია გვარებიც ბევრია ხო გვარებიც ძალიან ბევრია რა თქმა უნდა იდენტური და მსგავსი და რაც შეეხება გურიას ლანჩხუთის გური არის ფენომენალური მოვლენა იყო და არის ამას ვერავინ გაიმოწ რამ ერთხელ კი არა რამდენჯერმე მოხდა უმაღლეს ლიგაში საბჭოთა კავშირი იყო დედამიწის მე-6 და გური ლანჩხუთის გურია იყო ერთი პატარა წერტილი ამ დედამიწაზე და უმაღლეს ლიგაში წარმოი კი გასაგებია მეც მსმენია რომ ის რა ქვია შევანაძე იყო ერთ-ერთი ევგრაფი ვინც ამის კურატორი იყო ეგრეთ წოდებული და თანხასაც აგროვებდნენ და ასე შემდეგ მაგრამ მარტო თანხაზე არ იყო არა ვინც თამაშობდა გუნდი რა საბავშვო თამაშობდნენ და მე ბოლო
მე რასაც მოუსწარი გურიას, აი მერაბ ჟორდანიას პერიოდის. აი უნდა და ისევ დაბრუნება ხო ის? ეს რომ მოუგეს, ხო აი ისტორიული, ანუ გენერალიტეტი იჯდა იქ, რა ვქვია, ან უნდა დაეხვიტათ ან მოეხვიტა. ულებმა აი გადაწყვიტეს გამარჯვება და მოუგეს. ორი-ერთი თუ სწორად. ისე თორე მე უნდა და მე აქვს კიდე რაღაცა დაბრუნება გურიას ამბებში და არ ვიცი, ეხა არ ვიცი რა მდგომარეობაშია, უნდა კიდე თუ არა, აი ეხა ცოტა ლანჩხუთში უნდა იყოს ფეხბურთი. რა თქმა უნდა, ეხლა ვიყავი ლანჩხუთის გურია, გასვლაზე ეთამაშებოდა ოზურგეთის მერცხალს და დავესწარი ოზურგეთში მაგ თამაშს და სიამოვნებაში სიმართლე გითხრა, თვითონ ფეხბურთი წყვეთ, სულ მაინტერესებს, მაგრამ ფეხბურთზე მენტა. ფეხბურთთან დაკავშირებული შეძახილები. ხო და ისეთი ამბები იყო, ისეთი რაღაცები მოვისმინე, რომ ხო ძნელია ფეხბურთზე კონცენტრირება, ხა წამოვიდნენ ამდენი გურული ერთად. ეს არის ხო დღესასწაულია. დათო აი ადრე გაქვს ნათქვამი ძალიან მაგარი რა, აი ისეთი ანალიზი იყო გაკეთებული, რომ ჩვენ ხასიათსა და ფეხბურთს აი ერთად საუბრობდი ქართულ ისტორიას გამოხატავსო ჩვენი ფეხბურთიო რა აი ჩვენ არ ვართ ომების ხალხი ბრძოლების ხალხი ვართ დღეს როგორ არის ეგ ამბავი რამე შეიცვალა ნუ სხვათა შორის დღეს იმ ხრივ შეიცვალა რომ ეხა მე რატომ აქ ეს აზის მე უნებია რა არის ეს ფეხბურთის აჩენება და ეს არ არის შემთხვევითი აჩენება ეს ჩემ ცოლს გონია რომ ის მანიაკი ვარ ჩემ ცოლს იმიტომ რომ გონია რომ მოედანზე გინაღავ რომ მოკოდი მაგის მერე გონია რა და აღარ უნდა გაგონება მაგ შენი ფეხბურთი რა 40 გრადუსი წეში რომ დარბოდი იქ აბიდო ბაშოს ჰეტრიკი დავამთავრე ჩემ საბოლოო მაგში ის მერე სამი გოლი გავიტანა ნაკრებთან ერთად რო იყავი ხო არ არის ნაკრებთან ზულმადო და არტყა იფარტია ნაკრებთან ერთადაც ხო აქვს ნათამაშები კი ნაკრებთან შემედი მაგრამ ეს იყო ის მატჩი რომელსაც არჩი ვარველაძე შეესწრო სხვა შეიძლება მე სამი გოლი გავიტანა იმ ბოლო უკანა გამოსათხოვებელ მატჩში და მაგას ვამბობდი რომ პელეს გამოსათხოვებელ მატჩში ერთი გოლიც ნიუს გავატანინეს და მე სამი გავიტანე ჩემი ეს უარ გამოგვეთხოვე შენ გას იყო და სხვა რატომ აქ ეს ამოჩენება რომ იმიტომ რომ ფეხბურთზე სახალხო მარტივი და გენიალური ენა არ არსებობს მთელი დედამიწისთვის ამაზე დიდი დღესასწაული და სანახაობა არ არსებობს და მე ისე თქმაც მინდა და მოყოლაც აი რამდენად საუბნა მოუყვე ფეხბურთი ყובה მას ყველაზე მაგრა აი რაც კვარაცხელიას გადახდა თავს და რაც ავტომატ მინდა რომ საქართველოს არასოდეს დაუბრუნდეს იმას რა ქვია რუსულ იმას რა ქვია იმპერიას და პირიქით იყოს გახსნილი მთელი სამყაროს მიმართ და იყოს იმ ცივილური ნაწილის შემოქმედი როგორც კვარაცხელია რო დარჩენილი იყო რუსეთში იქნებოდა დიდი ტალანტი გოლი დაგწდებოდა რომ დაიკარგა ის ვერასოდეს გახდებოდა კვარაცხელი როდესაც მარტო ჩვენ კი რა მთელი დედამიწა იღებს ასეთ სიამოვნებას გვარდიოლას ბარსელონა მოვიდა გვარდიოლას ბარსელონა მოვიდა 2012 ინოპი ეთერში ჭამთ ეს ბიჭო აბა რა საოცარია ჩვენი ბოდიში ნიუტროს არ უყურებ ბოდიში ბატონ დათონა შეგახსენე რაღაცა კარგს ამბობდა კაცი რა ჭამა არის ისეთივე ინტიმური მოვლენა როგორც მაგალითად სექსი როგორც სხვისი სექსის გადაღება არის რა მაგრამ დიდი ბოტრფიალი არ ხარ ეგ ვიცი ზოგადად ჭამის სექსის თუ ჭამის იმიტომ ბაცივარიო მეორე ხარისხოვანია ნათქვამი არა ჭამის მიდი შეგდით თუ კარგია ხო შემაწყვეტინე მე შეჭა ხო შეჭა რა თქმა უნდა ჩვენი ამიგო ახალი კომაკი ჩვენი კომაკი შემოვიდა დიმამ დაარქვა ნოდარის სამოთხე იცის როგორი თოხლი ვარ და ამიტომ ნოდარის სამოთხეო და ჩვენი ახალი მეგობარი კომაგი მი ამიგო კომაგია და მე რეგვეჭამა კი შეიძლება იყოს მე გვარდიოლას ბარსელონა დავარქვი ისეთი გემრიელი შედით მაღაზიაში შეიძინეთ თან ახლა ცხელი ზაფხულია ფეხბურთია იქნებ ჩვენი ჩემპიონატის გუნდები რაღაცა გაფრინდე რაღაცა გააკეთოთ არ აქვს მნიშვნელობა სექტემბერიც მოვა სანაკრებო მატჩებიც დაიწყება და უკომაგოთ კომაკთან ერთად ბამონოს შეგენაცვლი მე დავრავ თქვი ბამოს ლუდი უნდა კიდე ერთი სპორტი დესანტის დღესაკ რასაკვირია და ეს ვერ დავამთავრე ბოლოს არ მაცა არა სიამოვნებაა დამთავრე ამ ხალხმა არ მაცა თავარი რომ ეთქვა რაც მინდა რომ სულ გავიმეორო და სპეციალურად განსაკუთრებით ლიტერატურაზე ვსაუბრობ წიგნებს ყველაზე მეტად ხო იცი მაინც წიგნებს ვსაუბრობ მაგრამ სულ მომყავს ხუჭა კვარაცხელიას მაგალითი აი რასაც ნოდარი ამბობდა რომ რა პროცესია ჩვენ მართლა ვართ ისეთი ბრძოლებისში გამარჯვებული ხალხი რომ შეიძლება უნიკალური ბოლო-ბოლო დიდი გორი გვაქვს მოგებული ყველაფერს თავიდან მაგრამ ჩვენ რაც გვაკლია დღევანდელ საქართველოს ეს არის ზუსტად ევროპული პროფესიონალიზმი რაც ნიშნავს ყოველდღიურ გამარჯვებას აი დიმიტრი უზნაძე ყავდა ასეთი გენიალური ეს რა ქვია იმერელი კაცი ხარ და იქვე იყო ისეთი შენაკო შეიფერე თელს სახელი გადასარევი კი თელს ზესტაფონელი იყო დგას მისი ბიუსტი სხვადასხვა სანამ ავტობანი გვერდსაული და ალეს არალიძეს რომ გაუვლიდი ხოლმე ზუსტად მაგ ძეგლთან გადადიოდი სპეციალურად რომ პატივი მიმოგვ თელს სოფლში ისწავლება დიმიტრიუსზე საქართველოს გარდა იმიტომ ხო ჩვენი ამბავი რომ
დიმიტრიუსი ამბობდა რომ იმიტომ ვერ გვაქვს სულ გამარჯვებულები რომ ვერ ხვდებით რომ ყოველ დღე ნებისმიერი დეტალი და წარმატება არის დიდი გამარჯვება. ჩვენ პირიქით გონია რომ დიდი გამარჯვება გონია, აი მაინც და მაინც მარტო დიდ გორი რომ ყოველ დღე უნდა გავიმარჯვოთ და დააკვირდით ხუჩაყვარაც აი რითი განსხვავდება რუსეთი და ასეთი ტიპის ქვეყნები ევროპული ცივილიზაციისგან. პროფესიონალიზმის ნიშნავს ყველა თამაში წარმოგვიდგენთ რასაკეთებს ეს ხო დაუჯერებელი ამბავი. რასაც რუსეთი და როგორ დონეზე. სოფლიოს ყველაზე ესა საოცარ გუნდში ყველაზე რთულ მატჩებში და ეხლა ისე რეალთან ჩამოყალიბდა ეს. ორი რამე მახსენდებოდა რეალთან დაკავშირებით ესა მეოთხე გოლი რო გაუტანა PSG-მ რეალს გამახსენდა იპოლიტე ხუჩოს ფრაზა ფეულაში რომ არავინ თქვენ არ გეცოდება არც ინტერი არც რეალი და თან მახსენდებოდა იმისი რა ქვია დადათუდაშკიაში ნიკანდრო ქირიას ისა პერსონაჟი რომ დიდი რა იყო ეს აი ეს ხო რეალმა მადრიდის რეალია აი თელს დედამიწაზე ყველაზე მეტი კომანდა სუპერ მოტივირებული ბაპე იყო ხდები სუპერ მოტივირებული იყო ტიპი ვერ გაიზრა ფეხი არ განაძლევს არცეც ფეხი არ გან აი რა მაგარი არის განათლება და პროფესიონალი ლუის ენრიკე ხო იცი რითი არის ცნობილი სულ წიგნებს კითხულობ აი წიგნი რაში ჭირდება ადამიანს და კარგის დაიწყეთ მაშინ გიორგი დევდარიანთან ერთად ბატონ და თორო აი ეს შედიოდა ხო მაგარი ისე რომ სულ მახსენდება აი ხა მაგას საშინელებო რომ დაემართა ეს შვილი რომ და რო კითხეს რომ აი ხო ის როგორ მოდიან ეს ჟურნალისტები რომ შეგიცოდონ რა რაღაცა და მეო ესე კი არ უყურებო 9 წინვალე წელიწადი გავატარეთ ერთად და ეს არის ჩემ გონება რა ძალიან მაგარი ბიჭი არის რა ანუ ისეთია ხდები ხა ნუ ძალიან მაგარი ტიპია და ყველა სტაფში ვინც არიან ისე ეხუტება გუწფედას ხედავ ხო იცი დადგმული რო არ არის რა ძალიან მაგარია და ხვიჩა უყარს გიждდება აი მართლა ხვიჩა ყველას უყარს ბიჭო ის პოლეტი იყო და ლუის ენრიკე არის ისე წახდა ესეც იგივე აი რა ვიცი ძალიან ისე არის რა ლუის ენრიკე არის ხიხონელი ჩვენს გვაქვს ხიხანი ხო იცი მთიანი აჭარაში და რა თქმა უნდა ძველი იბერიელია რა ქვია ხვიჩა ყვარაცხელესი არ იყოს ძველი ნათესაური კაისინია არსებობს რა ქვია გენეტიური მეხსიერება და ეს კავშირი ეს თავისთავად მაგრამ თვითონ ლუის ენრიკე არის ფენომენალური მოვლენა აი რამხელა განსხვავება აი რეალი და ინტერი კი არა, აი წარმოუდგენელი რამე, რასაც მან მიაგნო. უკვე გადავეწყეთ, დავიწყეთ იქით, აი გრძელი აი ეს პროცესები გვიჭირდა რა, ხანგრძლივი დიდი ომები ასე. მაგას ვიძახი, აი ხვიჩასავით, ჩვენს თუ ეს ვისწავლეთ, იმიტომ ევროპა იმიტომ გჭირდება, რომ გქონდეს პასუხისგებლობა, შრომის მოყვარეობა და განათლება. ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა ეს სამი ისა, ხო იცით? ნიკო ნიკოლაძე იყო, ილია ჭავჭავაძე ამბობდა ნიკო ნიკოლაძე, ჩემი ფავორიტი არის, ჩემი ფალავანიო ამ ტერმინს ხომ არის ნიკო ნიკოლაძე. ანუ წამოიგეთ ერთმანეთთან დუელიც კი ქონათ ახალგაზრდობაში, მაგრამ ის თვლიდა რომ ფალავანი იყო, რატო? იმიტომ რომ ილია რაშიც იყო თეორეტიკოსი და ძალიან მაგარი, როგორც იდეოლოგი, ნიკო ნიკოლაძე იყო პრაქტიკოსი და განმახორციელებელი რა, რეალურად. ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა ასეთი როპოსტოა რა. შრომა, განათლება, პასუხისგებლობა. და ეს გაქრა, იმიტომ რომ სუპრასტაროზე მე-20 საუკუნეში გაქრა, იმიტომ რომ ილიასის დარჩა მამულიანა სარწმუნოა. შრომა, განათლება, პასუხი გაქრა, იმიტომ რომ დედაღამერო სუპრასტანს ზიხა, ხო ვერ იტყვი, აბა შრომას გავმა. ილის აძერო იწვეთ იმას, სმას. ხო და საბჭოთა კავშირმა ეგ ვიქნა, რომ სვირამდე იძგინა, არაფერზე არ ვიქო. აკაც იჯდა გარეთ გუშინ ჯეგრებიში 7 ვისკი ელაგა, დილის 11 საათი იყო. გარეთ. აბახუსებზე ხო არ იყო. ნუ ალბათ მაგრამ შუაკვირა იყო რა, ვიცი. აბახუსებზე მომხრება. არის ეს სახეები ქონდა. სხვანაირად ვერ გადარჩები. მაგრამ გალია ისე დღეს როცა ეგ ნაბახუსები მთელი ფილოსოფიაა, ნუ ეგრე არ არის. ხო აღარასვავს, როგორ არსო ყოველ დღესო. არა, ღვინოს. ღვინოს ყოველ დღესო. ცოტა. საიდან ადგენ? ზომიერ. აი ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ღვინო არის წამალი, მაგრამ თუ არაზომიერად მიიღებ, საწამლავად იქცევა. აი ეს არის თელი ფილოსოფია. სიმღერა შემთხვევითი არ არის, სამედალია შეგერგება, ძმაო. დამი არა ტანში ხა. ფოტოჟურის ბათუმში ნახე ერთ-ერთ ძველ შენობაზე, ნახე წარწერა ფოტოს გადავზე ვეღარ ვიპოვე. რომ ეკლესიის განცხადება იყო, რომ ის ვინც ღვინოს არ სვავს, რაღაცა ცუდ ამბავში იყავდა ეკლესიას გატარებული, საერთოდ ვინც არ სვავსო. ვინც ღვინოს არ სვავსო? ეკლესიაზე ანუ ქართულ რა ბათუმში ძველ შენობაზე, რაღაც შენობაზე იყო დაფა რა. ეხლა არ მგონი ეგ სპეციალურად გაიგებინე. აი ეს დავითი აგასინჯენოდა. ნუ გესინი ეს არ დარჩება. გასინჯე ბიჭო. ჩვენმა გამომწერება ნახეს უკვე. ის მოგვიყევი რა ერთი დეტალებში არ ვიცი ეგ ამბობ. ნაკრებთან ერთად რო ითამაშე ფეხბურთი რა. თან ნაკრებთან ერთად. კი, ჩემზე ერთადერთი უჩემზე მაგრამ კინკლაძე თამაშობდაო. კი, კინკლაძე აი დაუჯერებელი. კინკლაძის ფენომენზე. კი, ეს მინდოდა, მინდოდა ეხა ბავშვობაში და მინდოდა რომ ფეხბურთიც მაგიტო მინდოდა სიარული და
დედაჩიმა მიმიყვანა ჭადრაგზე და ერთი დღე ვიარე ჭადრაგზე და მე ჩუმად მეგობარი მყავდა ძალიან დიდი ტალანტი რა მამუკა ნადირაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარი იმან მიმიყვანა ფეხბურთზე სადა ლოკო ფეშენი ჩვენი ლეგენდარული ვოვა ელოშვილი ჩვენი ვოვა ეს დავდიო ფუტბოლная школа молодежи ესე იყო ხო ჩემოკლები და ისა რა შინაუწრეში ფეშენს ოჯახ ну ტრავმის გამო ფეხბურთელი ვერ გამოვიდი მაგრამ ეს სიზმრები ხო დამჭა სულ მინდოდა რომ ფეხბურთელი გამختارიყავ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა და მსოფლიო ჩემპიონატი მოუმეგო მაგრამ ეს სრულად ოცნება მე ხა ბევრი დრო რო გავიდა წავიკითხე როდ სტიუარტის ისა ახალს კარგად ვარი კაი ასაკშია რო შოტლანდიელი ლეგენდაა რაც ხო და მის ინტერვიუში ასეთ რამეს ამბობდა რაც ოცნება ვერ აიხსნით და ვერ ავიხსნით და მინდოდა ჩემი მშობლიური შოტლანდიის ნაკრებში მეთამაშაო ფეხბურთში და აუ მივხვდი რომ ეს სულ გამაწვავებდა და შოთის თხოვე რომ მეთქი იქნება მათ ასეთი ოცნება დამჭა მე ვთხარი ფეხბურთი ტრავმებმა გამაწამეს თორე ვინები იყვნენ იქ შემდგარი და ეს იყო ის ჩვენი ლეგენდარული მართლა საოცრება და ეხლა ამ ხანაგური იყო თუ რა კიკი და ისე ხო მაგათო კიკი კლაძის და მათი თაობა და სხვათა ხანაგური აბა ეხა ხო და ისა ესპანეთური აი კინკლაძე რა კინკლაძე ხო მე გავჩები აი ხო ის ეგ სულ ეგ მახსენდება ხო ეგ ნამდვილი ამბავია 65-იან 66 წელი იყო ბატონ აკაკი ბაქრაძეს უნდა კითხოთ მაინც ზუსტად ყველაფერი ხოლმე ხო იცი საოცარი ის აქვს მეხსიერება საბჭოთა კავშირი ეთამაშა ბრაზილიას მოსკოვში და ჩვენები ბევრნი იყვნენ ქართველები და მათ შორის იყო გიორგი იგივე ჟორასიჭინავა ხო ეგ ისტორია ვიცი რომელიც მიამაგრეს პელეს 66-იან 65-იან და თამაშობდა ასევე ახლახანს გარდაიცვალა ცხონებული სეომა ანუ ვლადიმერ ბარკაია ლეგენდარული ფეხბურთელი და ეს დაძდებდა არასწორებდა იმას რა ვქია პელეს რა ძალიან მოიდომა ჟორასიჭინავა გიორგი იქით გაჩვენებს იქეთ მიდის დაძდებდა პელეს და ბარკაიამ უთხრა რაღაც მომიჯი ბიჭო გაჩერდი და უყურე კაცი შენ ზარდაოს ანუ დაძდებიო ხო და ასე და მე ვიქე ბიჭო ანდენ ფეხბურთში ასეთი ჩვენი ნაკრები და ერთმანეთზე დიდი ლეგენდები რა მაგაზე კიდე ის ისტორიაც ხო იქეთ გაჩვენებს იქეთ მიდისო და ეხლა რა ვქნაო იქეთ წავიდა ისე და წად შეუტიეო რა წადი კინკლაძე ტიპიური ქართველის გამოსახულება მეც ესე დამემართა რომ ეს გამახსენდა ეს ისტორია და მე მივხვდი რომ რა დავბივარ ეხლა იმას შოთაროძეს ხო არ ვაჯობდი დავდექი და უყურებდი კინკლაძე აი მართლა დიდი ჯადოქარი იყო და გული მწყდება რომ აი გეფიცები ამას ვამბობ ხოლმე კიდე გავიმეორებ გესმას გაცილება რო იყო კიპრზე კიპროსი კამერა ცალკე იყო კინკლაძეზე ფეხებზე მუშაობდა ერთი კამერა იდგა გამოვიდა მიეგორა მოიცე რა როგორი არია და ცალკე იმიტომ რომ დაინგრა იქაურობა ბიჭო ტიპი ისეთი იყო ეხა მე ვიძახი რომ მესის დონის თამაშის სტილებით აი რასაც მოდარი ამბობ სტილებით მესის დონის იყო რა მე მგონია რომ ასეთი ფეხბურთელი და ასეთი ტალანტი დიდი იშვიათობა კაცობრიობის სისტემაში მაგრამ ის ვერ გახდა სპორტსმენი ანუ ხო ის გახდა მესი წარმოვიდგინე რამდენი წლის არის ეხლა მესი არის 20 რამდენი არის მიუკაკუნა რონალდოსთან ერთად არის ამის ო მიეწევა რონალდოს ერთ წელიწადში დაეწევა და მაგას ვამბობ რომ ეს არ შეგვიძლია ანუ ამას გადაგვაჩვენეს ეს იმიტომ გიждები ამ ხუჩას ფენომენზე რომ ყველა თამაში და კინკლაძეს ეხლა ნახოთ ხო არის YouTube-ზე საუთჰემპტონის გოლი და ის ასალე ეხლა მან ავარჯიშებიო რომ წამო რა ჭამე ეხლა მეც ვაკვები ცოტაღაში ხო და რა საოცრებს აკეთებს მაგრამ ეს გრძელდებოდა სეზონი და მაქსიმუმ 2 სეზონი ბევრს კარგავ თვილია და აი დღევანდელ ეპოქაში რო ყოფილიყო და აი არეულობა ომიანობა ტანკები მაგრამ გააჩერე ეს ხელები ნუ შევწამე ქარი უბერა შენ წარბები გააჩერე უგაგეშა ცოტა სვანაერი სიტუაცია ეხლა შენ არ შეგეშ გააჩერდი შენ ხო და დათო აი დღევანდელ ეპოქაში რო ყოფილიყო აი ან თუნდაც სადღაც 2005 აი მერე რა კინკლაძე დაბადებული ბევრად ფეხბურთის თამაში გეთანხმები რომ მე მგონი რამდენი ფაქტორი იყო და მათ არის ბიტო რა საბარაკაც მათ შორის იყო დრო რა ანუ სხვა ეპოქა იყო რა გასაგებია რომ ჩვენ მარტო ჩანაწერები გვაქვს თორე ლაივში ჩვენ ვერ უყურებთ ვერ ჩვენ და ვერ დაანჩენ სამყარო ანუ რაღაც აი დროშიც არ გაუმართლა რა გიორგი კინკლაძე თორე ეს არის ფენომენალური მოვლენა აი საოცრებაა რა ბიჭო აუჯერებელი ერთ რამეში ხარ 100%-იანი თვითონ თავისი პიროვნული ხო ჩვენთან იყო მინუს კი ვერ დავარქმევდი ეგეთი ტიპი არის ჩვენთან იყო და დიმამუთხე რამე დააკელიო არა აფერ არ დამიკლია ისა ხო იცი ახლა გადაზიმაში და აი რა დააკელიო ვინა მე რა დავაკელი თქვენ ხო არ უბერაოთო და ეს ჩემი შვილი დახტო მანჩესტერის მოეკით იუნაიტედის გაგიჟდა სიტიში ეხა ტიპი ყველა ჩარჩი ხდება ყველა სიმბოლოში ხდება და მაღაზია გახსნა იგა ღვინის და ამბავი დეგენერატი რა მიმიკები გაქვს შენ ას მეუნდებოდი აბა გიჟდა გიორგი კინკლაძე მახსოვს რომ
გიგო კინკლაძე მითხრა რომ ესე ყველაზე რეალური მაშინ რა სიტი ხო გავარდა ხო გახსოვს რომ ყველაზე რეალური ვისაც უნდოდა რომ სადაც უნდოდათ რომ United იყო Manchester United მაგრამ იქ ვერ გადავიდოდი იმიტომ რომ ქუჩაში ვერ გამოვიდოდი რა ანუ ფეხბურთს აზე რა ქუჩაში ვერ გამოხვედი და ხო გესმის იქ გამორიცხული რომ სიტიში რო თამაშობ ერთი სეზონი და ორი სეზონი გადაყვიდე United მე გლაზგოში როდის ვიყავი თვითონ და ლივერპულში ესეც მაგ მე გლაზგოში როდის ვიყავი ჩასული ფინალზე იმ წელს მოიგო სელტიკმა ეხა შოთა და ხიზანა იყო რეინჯერსი და ჩავედი მე და მეთქი რეინჯერს რაღაცებს ვიყიდინეთ ნურიკ ვაფშე ლუჯიფერი გალაქსი არ იყო ბიჭო და ამათი მანქანები რო დაამტრიეს ხო იცი ეგ ისტორიები რა და ისიც მაგარი იყო ესენი თვითმფრინავით რო დარჩენ რაღაც თამაში თასის ნახევარფინალში პელები გამაზეს შოთამ და ხიზანაო და დარჩენ თუ არ ვიცი ეხა თვითონ იტყვიან მე მართალია თუ არა დარჩენ და მე გვიან გამოფრინდა სელტიკის ტიპებთან ერთად მოხდნენ და ესენი მთელი რეინჯერსის დედაო თქვენ გარდაო და ამათ რა ვისტორდაო და პელები რო გამაძებ კარტი გრეგი ხარდო მე თმა თქვენ დაგლოცოთ და გაგანძლიო აუ ის ფინალი უნდა გავიხსენო რა 2010 წელს ინტერი ბაიერნი მე და შოთას მიყავდა და ეს გვეშდა ჩვენთან ერთად იყო კაბინაში რა ანუ ერთად ვიჯექით სამივე ისე სამი მიკროფონი ვისხედი ხო აი ამას ყვები ხა ზუსტად და დათო არის მტერიები სეივები აქვს სეივები აი ვიზე ვიჯექი რო იტყო და მოტო ისხედით ვიჯექი კი არა თამაში წაყვანის დროს შეგვჭამა არა სხვა შეს ფოტო როგორ არა გვაქვს ერთი მაგის ვერ ვიპოვე ლიზარაზუიჯი და ჩვენს უკან და ლიზარაზუიჯი და იქეთ ისე ვერ დაბეუცი ხო ხო ფოტო ვერ შენ ვერ გადაგვიძე მე მაშინ არ იყო ეს ტექნიკათან ეხლა რო სანამ მაგან ბავს მოუყვები და ბერნაბეუს ამბავს მოუყვებით მინდა ვთქვა რას ნოდარ მახსენა რომ მე მინდა ვთხოვ ყველა ჩვენს წამყვანს ეგრეთ წოდებულ კომენტატორს ყველას ვთხოვ რომ ქართული ენა აი ეგეთად ვიტყვი რომ ქართული შესაძლოა ყველა სიტყვის არ გვაქვს და ქართული ან ენაზე ზრუნველი ხალხი ერთადერთი მთელ სოფლიოში ვართ ჩვენ არავინ სხვა არ იზრუნე არავინ არ ლაპარაკობს ამ ენაზე ჩვენს გარდა და არავინ არ იზრუნე ამიტომ არის ტერმინები, არის სიტყვები, რომელიც ჩვენს ლექსიკაში არ არის ბევრი მიზეზის გამო, ძალიან ხშირად გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ ხელოვნურად იმის დამკვიდრება, რისი შესატყვისიც გვაქვს, არის სუფუჭი მცდელობა და არასწორი ცნება. აი კონკრეტულად მაგალითად რომ მოგვიყანო შეგიძლია? აი რაც ნოდარ მახსენა, სეივი არის მიუღებელი, რატო უნდა დავამკვიდროთ? სეივი როცა შეგიძლია თქვა ძალიან მარტივად, რომ მე კარე მოიგერია, გადახტა, აიღო და 1000-ში შესაძლოა. მე კიდე რამ ხვდება? არ იყოს. ძელმა იხსნა. ხო. ძელმა კი არ იხსნა, ბურთი მოხდა ძელს. ხო, გასაგებია, მაგრამ იხსნა არა, ეხა სეივი არის ძალიან აი ხა ვიკავებ თავს რომ არ ვთქვა რა სიამოვნებაში რასაც თქვი ეგაც რა არის. არა, ეს როგორი გოიმობა მგონია, იცი, აი როგორც საბჭოთა პერიოდში მაგალითად ქართულად რომ მახსოვს უფროსები ლაპარაკობდნენ რუსულ სიტყვებს აკვეტერდნენ ხოლმე რომ ჩვენ მე პირდაპირ გეტყვი რომ მე ეს სიტყვა რუსულად მიხმარია რომ არასოდეს ვიცი ეს აბა მაგიტომ წაგიყვანეთ მაშინ რა არა სხვადასხვა შენ ხა იღადავე მაგრამ შენ მე რასაც ვისწორებდი მე რო დავიწყე ლიგის წაყვანა მე იმას ფურცელზე ვიწერდი ძმაო განსხვავებით ვიღაცეებისგან ეხა კიტრები რო არიან და შენიშნის მიღება რო არ უნდათ ნო ეხა მამაჩემის მაკაცები ფილოლოგები ისტორიოგები რაც მეუბნებოდა ვიწერდი ზოგი ისეც მეუბნებოდა ეხა იმიტომ ხარ ვარსკვლავი არა ის კიდე შავი ქვა შავი ვარსკვლავი იმაში ესე შევთანხმდეთ აბა რა ვქნა ხო არა გეთანხმებ აი გასაგებია რომ არის სიტყვა ესე ხდება რომ მაგალითად ინტერნეტი სიტყვა ინტერნეტს ხო არ დაუწყებთ ბრძოლას აზრიც არა ლოკოკინა რო დაამკვიდრე ლოკოკინა გასაგებია იმიტომ რომ ძაღლუკა აიღეს და რუსებმა ეძახდნენ საბაჭკას ჯერ საბაჭკა რატო უნდა დაარქვა აი რა უგავს ძაღლის რა მაგრამ ესე ბრმად არ უნდა გადმოვიდა ანუ ესეთივე მეტიჩრობა და გოიმობა მგონია როგორც რუსულ სიტყვებს აკვეტებდნენ რა საჭიროა ინგლისური სიტყვების ჩაკვეტება როცა გააქვს ქართული სხვა შენი ენა ისეთია ბიჭო რა გააქვს აი როგორც რაგში ცხონებულმა ისა ზალგიგინეიშვილმა რო შესატყვისებო ძალიან მაგარი დაამკვიდრა ეს ფეხბურთში მანამდე მოხდა სხვათა შორის 100 წლით ადრე ეს ძალიან ადრე მოხდა ქართულში დაიწყეს აი ნიკო ნიკოლაძე ვახსენებ ლიანდაგი მაგის დამკვიდრებულია ხო იცით მატარებელი გამოვიდა ტერმინი არ ქონდა. არ ვიცოდი. მატარებელი ლიანდაგი. მე სახში მივიდა ერთხელ და დედა რა შვებე და ვალიანდაგი შვილო. ლიანდაგი საკერავად პარალელური იმას და მიხვდა ეს პარალელური ორი ხაზი არის ლიანდაგი. ეს მისი დამკვიდრება. ყველა სიტყვა ვერ მკვიდრდება. ვერ მკვიდრდება. მაგალითად შოფერი ერქვა მძღოლს და კონსტანტინე გამსახურდია დაამკვიდრა მძღოლი. ნიკო ლოთხიპანძეს უნდა ვაგონის ნაცვლად რონოდი და ვერ დაამკვიდრა. ზოგი სიტყვა არ მიიღო იმას საზოგადოებამ ხო? ენა არის ძალიან ცოცხალი ფენომენი.
მაგრამ ხელოვნურად სეივის დამკვიდრება, აი რატო? როცა რა არის ხალხო? ეხლა მაგალითად მე ვისწორებენ ხოლმე ჩვენი სტილისტები, ვის ვისწორებს თქვა რაღაც ნიუსი რო წერია, ნიუსი ხედავ, ნიუსი თქვი, ხა ახალი ამბავი რო წერია, რომელი ფეხბურთელები? რომელი? რომა. ხო. ქალაქი რომელი, სწორია? რომაელი? ბარსელონის ფეხბურთელები და არა ბარსელონას. სწორია? ხო, მეკითხები, გასულ. შენ საკამათო რაც არის? არა, ისე გეკითხები და მომივიდა თავში. მე ისე გეტყვი. გრამატიკულად სწორია, უნდა ვამბობდეთ ახლა. მაგრამ აკაკი შანიძე, დიდი ადამიანი ჩვენ ალკოჰოლია, ხო იცი? ასეთი მეცნიერი, აი რუბლებს ზემოთ იყო აკაკი შანიძე ცხონები. აკაკი ამბობდა, რომ მისი ნორმების მიხედვით, ანუ გრამატიკული ნორმების უნდა ვთქვათ ახლა. მაგრამ ჩვენ ხშირად ვამბობ ეხლა. შეცდომა ეხლა, მაგრამ ენა თვითონ ზოგს იღებს, ანუ რატო გეუბნები? ახლა რო სწორია ადვილი მისახვედრია, საიდან მოდის? ახლა, ახლიდან. ახალიდან, ხო. მაგრამ ეხლა, ამიტომ დაუშვა თვითონ 100 წლის მერე გრამატიკული ნორმების მიხედვით დაშვებულია, რომ სწორ ნორმასთან ერთად ახლასთან ერთად იყოს ეხლას. თუ შენ წამოგხსნებ, ეგ არ არის ტრაგედია. თუმცა საკამათო. მაგრამ სეივი რო არ უნდა ვიხმოთ, აქ საკამათო არაფერი არ არის, ხალხო, მაგას გიხსნით, თორე ინტერნეტს ვებძოლოთ მეთქით, სიტყვა ინტერნეტს რა აზრი აქვს რომ ვებძოლოთ. თუმცა ზოგ ქვეყანაში, მაგალითად ესპანეთი რახან ხშირად ვახსენებ, კომპიუტერი არ მიიღეს, სპეციალურად არ დაამკვიდრეს და ორდენადორ ქვია. არა კომპიუტერი. ასეთი რამებიც ხდება, რომ თვითონ ხვდებიან, რომ სხვა ბრმად არაფერი არ უნდა მიიღო, ხალხო, არც რუსული, არც ინგლისური. ერთხელ აკაკი წერეთმეს იუბილეზე დამპატიჟა სკოლაში. და დირექტორმა ბატონო დავით იქნებ მოუძანე და მივედი და გამოიყვანეს ბავშვები. აკაკის იუბილეზე და სულ ინგლისურად ჩააბულბულეს აკაკის ლექსები. და ხო ისე მომადგე ეს კალი და აღარ მოგეწონა. მე ვთხარი ჩინელები რო დაგვიპყრობენ, ალბათ მე ჩინურად წააკითხებ. ისი აღიხდა ყველაფერი ისე მოგვადგენ ჩინელები. მაგაზე რა გამახსენდა? თარგმნა ესენი. თარგმნაში რა უნდა ბიჭო თუ იკა ბიჭო თარგმნა. დავიგე მაგრამ ლექსი ხო უნდა თარგმნა. ვინ თარგმნაო დღეს? ბავშვებმა საიდან იცოდნენ? რა ბიჭო მაგისტრი რა იციან დღეს? ინესა მერაბიშვილი. ბიჭო პაჯერო თუ არის? ესპანეთში პაჯერო რო არის, იცი? პაჯერო იმიტომ არ არის რომ იცი ესპანური და პახერო. ის არის მონტერო არის, ამერიკულების შეყავდა. დათო იმას არ ძერო და ხო იცი არა მონტერო და დათო არ არის ხო? ადრე სუპერთასი რო იმიტომ არავინ არ ყიდულობს ახლა როგორია დიდი ასოები გაწერი ძველი რა გაშალაფთა ვინ ხარ და პახერო გაშალაფთა დათო ადრე გაქვს დათქვამი სუპერთასი რო ტარდება ბიჭო გააჭედო ხელები ამოძრო ეგეთი ვარ ემოციური ვარ დათო კაცი ამოთხარა თვალი ერთ კინაღა არა გაწყვეტს ამანია ეს სუპერთასი რო იყო ახლა ჩემზე დავდარდე პერსონა სევილია რო იყო მაშინ ამბობდი ტელევიზორში ყავი არ იყო არ უნდა თო ის რა ქვია ესპანურ ენოვანი თამადაო რა ეგეთი დიდი ის წაგიყვანია ესპანურად სუფრა ალბათ კი კი როგორ არა კი ისე გაგეცი და რაღაცა პელე ამბავია ესპანელები ჩვენსავით ხო სადღეღოს თქმელი ხალხია და ჯიგრები ხაშოს აი ყველაზე მეტად რაც გამიხარდა რომ ერთხელ აღმოვაჩინე მე რა პროგრამითაც სწავლობდი ესპანეთში დამატარებდნენ ესე კარდაკა მთელი ესპანეთი ანუ სოფელსოფა ანუ მე ვიყავი მკვლევარი მქონდა სტიპენდია სპეციალურად ესპანეთისა და ესპანური კულტურის მკვლევარი მერქვა და ფეხბურთით შედიოდა ანუ ბილეთებს ბერნაბეუზე მაძლევდნენ ესე იგი სემესტში ორჯერ უფასოდ რომ თulidan რომ ეს ფეხბურთი წარი ესპანეთის კულტურა ანუ იდენტობასთან არის პირდაპირ კავშირში და ის ბერნაბეუ ხო მართლა ეს არის საოცრებად ხო და ერთ სოფელში მახსოვს რომ წასულების ადგილზე ვარ და ეს მაგრა გამიხარ ხო წასულებს ანუ გარდაცვალეს მივხვდი რომ ეს კიდე დამატებითი ის არის ჩვენ სავით არა ჩვენ სავით ახლა ჩვენ სავით ალავერ ჩვენთან ვარ ზახარიც არ არის ხო ამდენი დრო გელექსი რა ორჯამია სამღერია ამდენი დრო ჩვენ იმიტომ არ გვინდა ევროკავშირი ხო სინამდვილეში რომ ევროკავშირი რა არის რომ ზომიერად სხვა ღვინო იქ ზომიერად ჭამო ზომიერად რა ქვია დალიო და ზომიერად წამოწვედა ჩვენ დიდხანს კელერზე ის მაგარი პელე ისტორია გაქვს ამერიკელმა რო დაგირეკა დაამატე იყო შევუთხარი ხო და ეხლა მე მგონა იქ მოგივიდა რა ქვია ეს ამარ ბავშვს ანგარიში მოგიტანეს და არა ყველაფერი გადახდილია კითხები მაგ რაღაცები და ხალხი ვახსენოთ ჯოკერი ეს ამოწერე ხო სახელები გუშინ ითხოვდნენ ჯიგრები და თორეკ ბოდიში შევხმარო სათვალეს სათვალეს რო იკეთებს მაურიციოს არის ჯოკერი ბერჭამე გუჯანის ნაყინი ჯოკერი ქვია შედევრია ყველას გიჩვენე დააყოლეთ ამას აი საერთოდ რა განსხვავებაა იმ თავისუფლებებს შორის, რასაც ახალგაზრდობაში ეძებდი და იმას შორის, რაც დღეს გესმის თავისუფლებადო.
რაღაცნაირი კითხვა. კაი კითხვა, სწორობა უნდა, ხო? კაი კითხვა, ჩემთვის თავისუფლება მაშინაც და ეხლა მით უმეტეს არის მაინც აზროვნების კატეგორია და არა ესა რა ქვია. დეტალები როგორც შაბაშები შეიძლება ბევრს მეგონა, მეც მეგონა, ხან რა მეგონა თავისუფლება. აღმოჩნდა რომ აზროვნებაა რა, რომ და ყველაზე მთავარი რაც განსაზღვრავს შენ თავისუფლებას არის რამდენად იღებს შენი ტვინი განსხვავებულ აზრს. მთელი პრობლემა რაც ჩვენთან არის და განსაკუთრებით პოლიტიკაში ჩანს და კი არ გინდა რომ პოლიტიკაზე ვისაუბროთ, მეროები გეშლება, დასუსტებული ხარ, მაგრამ კარგად ჩანს პოლიტიკაში. ჩვენი პოლიტიკოსები ვერ იტანენ, მათი ტვინები ვერ უშვებენ განსხვავებული აზრის არსებობას. ამას ამბობდა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი პროლოგში, ვებხისტყავა, ასე წერია. გვაქვს უთვალავი ფერი. ანუ სამყარო არის უთვალავი ფერის. მაგრამ ხალხსაც გარო გადადის ეგ არის ცუდი. მაინც გადავედით მაგ თემაზე რა. სამწუხაროდ ხალხსაც რო გადადის ეგ არის. სამწუხაროდ იმიტომ გადადის რომ პოლიტიკოსი რომელიც ყოველდღე ჩანს და ყოველდღე ამჟღავნებს მიუღებლობას განსხვავებული აზრით მიმართ ის ყველაზე მოქმედებს ტელევიზორზე აგრესიული გამოგონება არ არსებობს კაცობრიობის სიტყვა. ეს ილექება ჩვენ, იმიტომ არ მინდა რომ ჩვენმა კომენტატორებმა შეცდომა დაუშვა რომ ილექება ეს მე სხვა სამბობს სეინს. ხო ის როგორ არის ხა? წლები რო გესმის ხა მე მაგალითად ხა აი ამდენი წელი თუ ამდენი წელი მიყავდა ლიგა 15 რა ხმაზე ბიჭო ხალხს შარჩენილი აი ამ ხედა ისაა რო გესმის სულ გესმის და რაღაცა გათამაშება რო იყო რაღაცა და გამარჯობა დიმა შენ რაღაც ისინი გიждდება რაღაც უცხოელები იყო საინდოს ანუ ისე გიждდება თავში აი ხა კოტეს და იმის ხმა ხო შანსი არ არის ერთი ინტონაციით ხო არაგერევა ხო გამორიცხულია რა ეს კომენტატორობა ის არ არის მაო ობიო ჭამა კი გაცმო ბეჭო დათო ხმაზე გესმის გეტა სხვა თაობის კომენტატორი დაგიჭირეს პატარა არა მინდა რაღაცები ვასწავლო მაგრამ ბიჭო იმას ბემბი შევარქვი მე გეტყვი რა უნდა გაცუმდი შეჩემი სტროლაილა მე გეტყვი რა უნდა ახალი თაობის კომენტატორი ხო გაქვს ჯიგრები ხო მათგან უნდა ისწავლო მათგან ბევრი რამ მოგეშვება აი კაცო ბევრი რამ აი მიდგომა ერთ-ერთი წიგნის პერსონაჟი რო შეგეძლოს ვინ იქნებოდიო ბექამ რედაშვილი გეკითხება ჩემი საყვარელი პერსონაჟი ალბათ რახან ვახსენე ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ჩემთვის მაინც არის ავთანდილი მეორეზე მყავს დონ კიხოტე მაგრამ პირველზე მაინც ავთანდილი მე მგონია რომ ასეთი საოცრება არ არსებობს ნოდარ იქნება და შენ რა იქნებოდი შენ მე ყაოსანი აუ მანდაც რა ქვი ტექსტი გაატარა რა გარყნილია ბიჭო სუგატი ყაოსანი ვიცი მე ყველა მიცი შენ რასაც გაატარა აკაკი წერეთელს აქვს 3 წერილი დაწერილი 3 წერილი ერთი კი არის ვეფხისტყაოსანი დადიოდა მთელ საქართველოში კითხულობდა ლექციებს ვეფხისტყაოსანზე და ვეფხისტყაოსნის პოპულარიზაციის ხოლმე აკაკის დიდი დამსახურებაა და მე დაწერა 3 წერილი და იქ ამტკიცებდა რომ ავთანდილი არის აუცილებლად იმერელი, იმიტომ რომ იმერელი იყო. შეუძლებელია რომ საუკეთესო ყველა კუთხეს აქვს თავისი ისინი. მე იგეჭავ ხო დაანები ამ სისულებს თავად. დათო, ავთანდილი არის გამიჯერეო. დათო, ეხა თქვენ კი არ და ხო ვიცი არ გიყვარს ეს მაგრამ შენ რა თქვენ შეჭება და ეხა დავითი არ დაუძახო ხო კიდე არ გაიქცეს აქ. მე გითხარი შენ დავითი დაუძახე და მე გითხარი შენ რომ რატომ ელაპარაკ? თითი, ბიჭო, თვალი არა მოთხარო, გაწიე ეს იზია და ემოციური ვარ და ხელებს ის ამ დროს ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ რა დააჭირეთ რაღაცა რო შეუკრატეთ ვაიმე ეგ მომწერე სურვილი მაქვს მოგებული ის ნუ მე ვიშ აფთიქებში აფთიქებში არ არის გავიკითხე ბიჭო ამანაც ეგ თქვა ხელოვნად შიზოიდი ჰენრიკ უპრაშვილი სურვა და მას ჰქონდა უნდა დააღდგენა ასეთი ცული ძველი კოლხური უნდა დააღდგენა ჩემი შვილი წაიყვანა მეორე ადგილზე გავიდა ელენე ბიჭო დაბული რომ მეორე ადგილზე გავიდა პირველივე გაცხოვდა და მე მოვიდა და გიბრალტარი რო გადავცუროთ მე ვთქვა ეს გვაში იჯარები არ ყავს საყვანილი არავით არის გიბრალტარი მე მგონი ეხლა ზუსტად არ მახსოვს მე მგონი ნორვეგიას ვეთამაშებოდი ესა ფლო ყავდათ ნორვეგიას ფლო 2016 რო მე მგონი ეგ პერიოდი იყო და აქ 4 გოლი გაგვიტანეს და ეგ არის მახსოვს გვერდით მეжда სტადიონზე ტრიბუნებზე ადამიანი რომელიც იყვინა ასეთი ფრაზა წამოწვა მე 4 გოლის მე ჰენრიკ უპრაშვილი ხო არ გას კარში გაარც ხელი არ ეგ არცად არ მოგიყოლი დამული ხო არა მაგთამაშე გინა კიდე მაგარი რაღაც გაგახსენო ეს ნორვეგიელი ფსელები ხო იცი რა ხელები არის შეიპარა დემეტრადენ მაგარ ბურთებს დადლებდა და უცებ ისმის გამოტყდა კისერი ეს დამოტყული მაგარ პასებს დადლებ ხტება ეს აღარ შეუძლია ფეხში მომეცითოთ მაგრამ ეგ დრო წასულ ჩაბარდა ზემოდავით რა გუნდი ყავს ეხა შედარებით აი დემეტრადე თამაშობდა ბასკეტში მე მგონი სოციედადში სოციედადში ცოტა ხანს იყავთ რა მაგრამ კაი თამაშებიც აქ სევილიას გავუტანა არა მაგარი და ეს მახსოვს რომ ქართველი ბასკეტში
რეალ სოციედადს არ ქონდა ესეთი მკაცრი წესები, როგორც ბილბაოს ატლეტიკს, მაგრამ ისეთი კითხვები რატო არის? აი, ციხავდა რომ დემე თამაშობდა ბასკეტს. შენთან იცი რატო არის ბევრი კითხვები? აი, კითხი. მოდიო და რა ჯიგარია, აი, სუპერსტუმარი და კითხვა არავის და დავით, დათო, მე მახსოვს შენ ყოველთვის აი სადაც მიდიხარ ხოლმე სტუმრად რა ამბობ, რომ მე ვეუბნები, ვინც მეპატიჟება, რომ აი გამოკითხვა ჩაატარე Facebook-ზე, თუ მაყურებელი იტყვის, აი, მოვიდეს ეს ვინდა, უმრავლესობა ასე იყო ჩვენ შემთხვევაშიც რო იცოდე და ის ჩვენ ხომ გენაცოლო შემით ეხლა რა მიდოდა ხელი გააჩერე გეხეთ ხალი არ ამოთხარო ხო მე მინდა რომ შენ ამოთხარო ეგ ორივე წამი ესე იყავი მაინც რა ხო და შენ ვერ იტან ტელევიზორს რა ზოგადად ხო შენ აი ნიუ-იორკის ტაქსებში ვარ პანჯარა არა ერთხელ მართლა გაისვლა ჭედლის ვის მომარტყი შეძება არა ის სათითე ის კონდა წიგნის სანიშნე თუ რა სიგარეტს ვანებდა ნევროზი კონდა და მას ატრიალებდა რა და ესე გააკეთა აი ეს მილიმეტრ პეტიანი თან ხის ხო და სხვათა შორის რა რასო მე დავამთავრე მე რო ეს შემეწყვეტები და შენ თუ ის ხო და ტელევიზორში გამოჩენაო ზოგს გონია მიხარიო და ვერ ვიტანო მაგრამ მაგ ტელევიზორს დამსახურება ეცი რა არის მე მაკედან გავიგე მე ვიცოდი დონ კიხოტი იყო გაიგე და მანდ რო გამოხდა დონ კიხოტე რო თქვი მე მაკედან გავიგე რომ ნაღდი ყოფილა დონ კიხოტე რა და საკუთარი სახელის შეცვლა არის არასწორი და ჩვენთან ბევრი არასწორი ტერმინია და სიტყვა და ფრაზა დამკვიდრებული და გასაგებია რომ ყველა იმპერიის მარტო რუსეთის იმპერიის მახასიათებელი არ არის რა ესპანეთის დიდი იმპერია იყო ინგლისის იმპერია ბრიტანეთის ისე ისტორიული ფეხბურთის ხასიათს ხო გამოხატოს აი თურქი წავალ დამპყრობელი და თავის დროზე და ეს ტერიტორია რა თქმა უნდა მაგიტომ დავიწყეთ ბასკეტით რომ ეს ანალოგი სრულიად სამართლიანია ჩვენთან იყო სხვადასხვა ბასკეტი ჩამოსული 27 წელს ყველაზე ცუდოს ბასკი ვირტუოზები ახრეტები რომ დაიწყეს მაშინ ჩამოვიდნენ აი იმ დღეს ესა საქართველოს სხვადასხვა ჯერ ჩამოსდება მე მგონი ამასთან იყო ეხლა ხანდა 27 წელს ეს არ იყო დაბადებული 27 წელს დათო საფრთხე მაჩს ამბობ ხო ბასკები რომ ჩამოვიდნენ აგროვებდნენ კი ისა სამოქალაქო ომის მერე იყო ჩამოსული კი კაცო თამაში ხო სამი ის იყო რა ქვია სამოქალაქო ომის მერე რომ თამაშს ესწრებოდი შენ თუ თამაშობდი მე კაცო პირველი გოლი კარიერაში ვარ გაი ორივე თამაში მოგიგე სხვათა შორის ბასკეტმა და ისიდორო ლანგარა ყავდა. ეს დრო შეხვალ ატლეტიკზე უზარმაზარი მისი პორტრეტია და ლეგენდარული გუნდი ყავდა. როგორც სიამოვნებაში ეს იყო ბასკეტის ნაკრები. მაშინ ავტონომია იყო, იმიტომ რომ სანამ ფრანკო აიღებდა დაამარცხებდა რესპუბლიკელებს, ავტონომიები იყო და ამიტომ იმათ თავის ნაკრები ყავს, ბასკეტის ნაკრები იყო. ეს იყო მე რო წავიდნენ. აქედან წავიდნენ, აქ რო ბანკეტი იყო ზემოთ თაცმინდაზე. იქ უკვე რესტორანი იყო. ის ძანძველია ხო ლანგარა რო გამოვიდა და რო გადმოხედა მართლა გავს ბილბაოს იმაზე რო ახუდე იმათ ფულიკლორზე რო გადმოხედა და წავიდა ისე გავს რომ მართლა თბილისი გეუბნება დინარე და ესე ისა ხო და ცრემლები წამოვიდა თურმე რომ უკვე იცოდნენ რომ ფრანკო უტევდა ბასკეტს და ალბათ ჩემ მშობლიური ბილბაოს ვეღარ ვნახავდი ესე გამაყობით წამოვიდა ცრემლები და აქედან წავიდნენ ეგენი ნაწილი ურუგვაიში ნაწილი მექსიკაში და მე სხვათა შორის იქ ურუგვაის ფეხბურთის განვითარება ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი მე უკვე დაწყებული იყო იმიტომ რომ 30-იან პირველად 1930 წელს მოიგო ურუგვაი ბრაზილიაში მოიგეს ბრაზილიასთან ერთი და 50 წელს მეორედ მოუგეს აი მეორედ რომ მოუგეს ბრაზილიას ის უკვე ბასკების დამსახურება იყო რომ იმდენი ბასკი წავიდა ეს მათ შორის ფეხბურთელები ვისაც ვინც არ მიიღო ხოთა შორის მაგის გასვებაზე რო ლაპარაკობ შოთაც მახსენდება დებურები რო ჩამოვიდნენ პირველად ხო და ბიჭო ხან მაშინ ხო მიგრებელ და იქეთ მივახედებდიო რა ვიქეთ არ გაიხედაო და ბიჭო წვიმაში ბარსელონას გავსო ეს სესიონას გავსო და ავიდიტო ისე მოეწონათო და თან ეგე შეხედე იქეთ იქ დაგრეულ რაღაცები რო არ დაენახა აქეთ გაიხედე ესე ვახედებდიტო აგეთიგე დათო მე არ შემიძლია არ კითხო იცი რა აი თავიდან რო დაიწყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი რა იმიტომ რომ სხვა იმედებით ვიყავით ყველა რაღაცა შენთან მაგ პროცესებში თავიდანვე ჩართული იყავი და ყველა ვიცი აი ეს პირველი თამაში რა იყო ბიჭო 100 კაცი რო ელოდი რომ აი ასე განვითარდებოდა აი ასე როგორც დღეს არის ხაშოს აი რატომ აქ ეხლა ბოდიში და ესა კიდევ ერთხელ გავიმეორე გოგონიათ რომ ამოჩენილი აი ფეხბურთი იმ ადამიანებს ვისაც ამ ბრანდინს აუნდა ლაპარაკო და ვერ აგებინებ რომ რა უპირატესობა აქვს ევროპას და ცივილურ სამყაროს რუსეთის იმპერიასთან ფეხბურთი არის კაი მაგალითი და ხუჭა ყვარესხელის წარმატება და ის რაც გერმანიაში ვნახეთ ამის გავში ხო არაფერი არ არსებობს ამას დიდი ბედნიერება სიხარული ხო არაფერს არ მოაქვს და სხვა შორის ამ შემთხვევაშიც ფეხბურთი არის ესა კარგი მაგალითი. ამ შემთხვევაში კი არა, ყველა შემთხვევაში ისა ძალიან მაგალითია და მარტივი ენა რა, მარტივად გაუჩნდა და როგორი თემა იცი, ხო, აი რას ვიძახი, შენ რასაც ამბობ, აბსოლუტურად ზუსტად ამბობ და
სპორტსმენი რო აკეთებს ქვეყნის ცნობადობისთვის საქმეს? ხო, რა საქმე? და ხელოვნური, აი კინო, აი ხო ხდება ეხლა აი ჯაზმენები ჩვენი ახალგაზრდები ბერკლიში იმაში ქართველები რო არის, იქ ხო უკვე ამ კუთხით გახდით ცნობილი. ხვიჩამ ეგერ ფეგურთი და მიყვა ძმა ამდენ მამარდაშვილი ლივერპულში ყავს ბიჭო. აი გეტყვი გუჩფერად რომ რამდენ უნივერსიტეტში ვარ ნამყოფი მსოფლიოს რამდენ უნივერსიტეტში და ყველგან რაც მათი პროფესორებისგან პირადად მაქვს მოსმენი რომ უბრალოდ აღფრთოვანებულები ხო აი ესეთი ხალხი ვარ ჩვენ. სუდი თუ გამოგვერია ქართულს იმაზე საზღარი არ არსებობს, მაგრამ კარგები თუ ვინც ყავს იმაზე მაგარი არავინ არ არის მსოფლიოში. ყველაფერში ნიჭიერი ხალხი ვარ. მაგდენი ჭკუა რო გქონდეს ალბათ რას ვიზამთ, მაგრამ ნიჭ იმდენი გვაქვს, საწავიღოთ არის ყველაფერში, ნებისმიერ სფეროში. ოღონდ ეგ მინუსი გვაქვს, რომ ნიჭს არასწორად ვიყენებ და რეალიზაცია არ ვიცით. აი, ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, რასაც ამბობდნენ, სამდე მართლები იყო, რომ სწორად თუ გამოიყენე, აი, გენიალურია მაშინ და მაგრამ ვერ ვიყენებ და ასე ფეხბურთში, ახლა მამუკა ნადინაშვილი რო ვახსენეთ, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ვერ წარმოიდგენთ რა ტალანტი იყო და მამუკა ნადინაშვილი ღმერთმა აცხონოს. ერთი კი არ იყო და განსხვავებული. აი, რამდენმა თაობამ, რამდენი 1000 ქართველი ბიჭი დაკარგა, რომელიც 18 წლამდე მივიდა, 19 წლამდე მე გაქრენ იმის გამო რომ არ იცოდნენ ხვიჩა ყვარაცხელიძე განსხვავებით რა არის ბედნიერება. რომ ბედნიერება ეგონათ პირველივე მანქანა რომელსაც იყიდი. და სინამდვილეში ჰამბურგში რაც ვნახე, ჩემი თვალით ხო 40000 ასეთი გაყარებული ქართველი ხო საშელება. როგორი ცვლილობა და რა ხდებოდა. ხო სადაც ზღვარო იყო ქართველი. ხო აი ხვიჩა ყვარაცხელი რას აკეთებს? აი რა მაგარი მაგალითია რომ ყოველ დღე შეგიძლია იყო ბედნიერი. აი ყოველ დღე თუ დაიჯერებ რომ შენი პროფესია, შენი სიყვარული, შენი წარმატება არის მთელი ქვეყნის წარმატება, ისეთი ბედნიერი ხარ, აი როგორც დარწმუნებული ვარ ხვიჩა ყვარაცხელი. და გადამდები ეს მაგალითი რამდენ ადამიანზე იმოქმედა. ჩვენ ბიჭებზეც როგორ იმოქმედა და მე მოგიყვები ახლა ყველაზე კი მაგრამ პირველად ჰოლანდიაში, ჰოლანდიელებმა მაშინ ჰოლანდია ერქვა, ახლა ამჟამად ნიდერლანდებში რო გამოსცეს ჩემი წიგნი, უკვე 4 წიგნი გამოსცეს. ანუ პირველად რო გამოსცეს, მაშინ აი როდინდელ ამბავშვები და ხო დამბადიჟეს წიგნის წარდგენა რო იყო. მე წარდგენას ვამბობ ხოლმე, მაინც რო პრეზენტაცია აქვს ყველა. რო ჩავედი ამსტერდამში, ამ გადაცარევი ხალხია ჩემი გამომცემლები და ვკითხე მაინც რო ხო იცი აი 1-2 ჭიქა რო დავლე გავთამამდი და მე რატო გამოესეთ ჩემი წიგნი მეკი და უცებ ამ კაცმა უთხრა კი მაგრამ აიაქსში ხო შოთა არველაძე თამაშობს ანუ ხელარამე გააკეთა ფეხბურთს აქვს ეგ როლი და ფუნქცია თავის დროზე ეხლა კალაძის 3 ლიგა გისა მატარებელი ოთხმავალი შოთა კიდე რავი ვინა გერმანიაში მატარებელი ხო გინახავს აი თქვა დამჯდარ ხო გინახავს წინ ოთხმავალი თუ არ ჩავარ თავის მატარებელი შევიდო გეხუდი შენ დაკლია ვიტამინები, შენ ვიტამინები დაკლია. მე ხედავ. გამცვიდა. მატარებელი ვერ მიდის თავის ბავშვობაში ის ხო ქონდა. კი, ჩუქუ მატარებელი. ჩუქუ იმას ვორთქოს თუ არ ესეა დიდების მატარებელი. ხა ისეთი მაგრებია თან. აი წარმოიდგინე საქართველოს ერთი რონოდი, ერთი ვაგონი არის კულტურა, ლიტერატურა. რონოდი გინდა მაინც რომ ქორეოგრაფია. რამდენი საოცრება გვაქვს, ხო, რამდენი საგანძური გვაქვს. ჯერ მარტო პოლიფონური მრავალხმოვანება, ლიტერატურა, ანბანი, ყველაფერი, მაგრამ ეს წარმოიდგინე რონოდები, ვაგონები. ორთქმავალი არის ფეხბურთი. ის თუ არ წავიდა და ის რომ მიდის, ჩუქუჩუ ხმა ხო გესმის, ნატრის ყეში როა. კი. ის კახი კაცო. დილა ეგ არის დილა. ნატრის ყეში. აბა, შენ ხარ. ჩუქ მატარებლის ხო? აი ასე მიაქვს ფეხბურთს მთელი საქართველო და იმიტოა რომ და თან ბოლოს უშვებს. იმიტომ რომ ეხლა ხვიჩას გამოგთ. თელმა სოფლიომიჩის საქართველო და ყველაფერი საინტერესო გახდა. ყველა ქართულ მწერალზე მოთხოვნა, ყველა ქართულ მეცნიერზე, ნუ ისედაც იყო სხვა შორის. ვიცი შვეიცარიაში ადგილია, სადაც იცი ხო, მთელი სოფლიოდან მოაგროვეს მეცნიერები, 100 მეცნიერი, რომ ყველაზე მთავარი საიდუმლოები ამოხსნა სამყაროში. 100 მეცნიერი. იმ 100-დან 30% არის ქართველი, ხო? მეგობრებო, ისეთ მაგარ ამბებს ყვება, რომ აი მარტო ქართულს უნდა უქომაგო, სხვანაირად არ გამოვა. ასე რომ შენთან კარგი, ნოდო შენთან გადმოვა. ასე რომ უქომაგეთ ყველაფერს ქართულს. აი გამოდოს. ამში შეიძლება გადაგე. ოკაი პასი გოწადათო, აი საოცარი პასი და აი დიმა შენ რო იცოდე. ჭამე დიმიტრი, ჭამე. ჭამე ლესე, ლესე მიდი. პორტერზე ვიყავი 3 საათი ვითამაშე მაცალე. არა ვიტამინი. ბატო, თქვი და მე გადავიდე რაღაც თემა მაინტერესებს. მე რა ქვია, აი რა მოაქვს რა სიგმე ლანა ღოგუბერიძე მახსენდება ხოლმე. ლანა ხო, ბიჭო, ლანა. ხალბატონი ლანა არის. ჩოგბურთს ვახსენებ. ასაული რა. ჩოგბურთს ვახსენებ. ასაკსაც არ ვაიტყვი და არც ვიცი და არც მაინტერესებს. ხალბატონი ლანა თამაშობს ჩოგბურთს. გემდე და ალბათ კიდე ითოს დანდორი წელი ითამაშებს რა. რადგან ხალბატონი ლანა ვახსენებ, ასეთი საოცარი მოვლენა, ლიტერატურული და კინო, საოცარი ფილმების ავტორი.
მინდა თქვა და სულ ვიმეორებ ამას, რომ სპეციალურად, აი, რამდენი გადამოწმებული მაქვს, რამდენი ქვეყნის ისტორიაში, რამდენი ფილმი არსებობს ფეხბურთზე და ქართულმა ქალმა ნანამჭერლიზემ რომ გადაიღო ფეხბურთზე ფილმი, ასეთები არასდროს არ არის. სენდერი ბედერი მომაგრომ იყო ეს მომენტი, მაგრამ ისე სხვათაშორის მაგაზე გინდოს ლაპარაკობდი და უყურებდი ხა იქ ზლატანზე ამ ხატრული ფილმი ვიღაცი მესიზე ემას ხატრული ფილმი არ აქვს. ხო მაგას არის ჩვენ გვინდა ხო რა შეიძლება ეხა ფილმი დატოყიფიანზე ხატრული სერიალი ვნახე ფეხბურთზე სერიალი არ მაქვს ნანახი და უცხოური? არც ქართული არც უცხოური და აღმოვაჩინე ფეხბურთზე. რომელი სერი? ჩვენი? ბოლო სეზონი ფეხბურთელებზე რო სერიალი. დიმა თამაშობს. ხო, შენ რო თამაშობ. ეხლა თამაშობ რა, წემდე მე ვიტყვი დიმა შეუნაგეთ. არა, მე უარი უთხრა. როგორ უთხარი ვარი კაცი? ნოდარ მარშანიშვილმა მითხრა რომ მინდა რომ ეპიზოდში გადაგიღო მაგთემში და მე უთხარი რომ რა ვარსკვლავებთან მომიწევს ეს ამეთქი და ჩამომიწვა და დიდი ვარსკვლავები ერებნინიძე ბატონი დავითე ისა გვალიშვილი ხო მაგრამ გატყუებენ იმათთან კონტაქტი არ აქვს თალკე გაიგეთ შემატყო რომ ესე იგი კი ახტომანდი ამ შემთხვევაში და ბოლოს ეტყვა შენახული ქონდა ბოლო ისა რა ქვია რა დიმა ობოლაძეც იქ არისო და ესე დამითანხა მაგრამ და იგეთ ბიჭო მე მქონდა დათო ბედნიერება მქონდა დიმასთან ერთად გადასახებოდნენ ეპიზოდი მე კიდე იმაში ვითამაშე ბიჭო არ მინდა ტიტანიკში ხო თამაშობ კაპიტანს რა მოხდა კიევში თუ რაღაც აგენტი რო ვარ ჯამლეტის ციგნი მიწირავს რა წერია ციგს აუ აღარ მახსოვს ჯამლეტის ციგნი ჯამლეტი როგორ შემეცოდა აი ხო და დათო ჩაძირული ქალაქზე რო ჯამლეტ ხუხაშვილი ისა უმერთმა აცხონოს ჩამოვარდა თვითფრინავით. ფეხსაცმელს ვეძებდიო მოყვა ჩემთან იმაში თუ და იმდენი შოქში ვიყავი რომ ფეხს ახალ ფეხს ფელი გქონდო ცალი და მე ეგეთი ისტორია რომ ფილმში რო გადაგიყო მე უნდა გააკეთო. მარტო რო გადარჩევი. მაშინ საუც ეხლა რომ ბოლოს ჩამოვარდა თვითფრინავით ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა 150 თუ რა. ეხლა ხანს აი ბოლოს და ერთი ადამიანი გადარჩა. ოღონ იმ რო გავიხედეო ანუ თვალო გაახილა ინტიბა გავიქეციო. ანუ ისე კარგად იყო რომ გარბოდა. ის დაეწიან ის რა მაგდრო შოკისგან ალბათ გავჭე და დიმა შენ რო იცოდე რო ვარდება რა აი მაგაზე არ გვიდე საიდან მოვიდა დიმა შენ რო იცოდე მე დათოს დათოს არ ვიცი ხო საიდან წამოვიდა ვარ მატუკი შენ რო იცოდე მაგაზე ჯობია გუქო მიდი ლესე მატუკი მიდი შენ რო იცოდე მე ადრე სტუდენტმა დათოს რა მესიჯი მივწერე მეილზე ეგ რო გაგეგო შეიძლება ნაღდად გიჟიაო გეთქვა რა ნაღდად გიჟია ეხა არ ვიცი ხიჟეძება თუ რა დათოს მეგობრებო ვისაც არ წაგიკითხავთ რა ვიცი აი გეუბნებით ვისაც არ წაგიკითხავთ წაიკითხეთ და ჩემი საყვარელი წიგნი იმიტომ არა რომ აქ არის გავგიჟდი და მივწერე ჩაძირული ქალაქი წაიკითხეთ ანუ საოცრება ისე მოვიწამლე ავდექი და ძველ თბილისში გადავედი ქაბაბის საჭმელად დედას გეპიცები ის ადაღო კიდე კაი რამე სხვაზე არ იყო თუ რამე სხვა საჭმელად არ გადავედი აუ რამასი მივეცი ქაბაბზე დათო ისეთი გარყნილია შენ ჩემზე უკეთ გეწოდი იცი რა აი იცი ყველაფერი კარგად რა კამო არ ჭარდა იმას კამოზე ეხა სხვა იცი სუნი არ მომწონს და არ დათო სიმღერა როა სხვაშორის ისა მეტრეველზე მე დაწერილი მაქვს იმ ქართველებს უნდა წამოწო ის სიმღერა ტიტანიკზე რო აღმოაჩინე ტიტანიკის სლავა მეტრეველზე არა სლავაზეც მივიდეთ კაცო რა სიამოვნებით კი ბატონო სადა სხვა ქართველი იყო კიდე გვარი იქ მუზეუმში რო შეხვედი კი აი ხო დიდი გემი იყო მაშინ მე მგონი ყველაზე დიდი 2500-ზე მეტი მგზავრი ყავდა და მათ შორის აუ ვეცდი ბაშინ არ ეს მუზეუმში აღმოვაჩინე და კინაღამ ისე იმოქმედა ჩემზე რომ ასე რომ მეტრეველები ტიტანიკზე ხარ დამყოფი მაგრამ მეტრე რადგან ფეხბურთზე ვლაპარაკობ ფეხბურთის გამო დიდი საოცრება ყავდა მეტრეველი ეხა ხო იცი ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი არის მეტრეველი და გაგვიყებულებიან და რა არის სამეტრეველის ქვეყანაში ხო მეტრეველი წავიკითხე რაღაცები და დიდი კავშირი ჩვენთან არ აქვს ზოგადად მაგას რამიშტოლობა არა ხო არის ჩვენია მაო აი სლავა მეტრეველი სოჭში არის დაბადებული მეტრეველი არა ეგ ასაშია სლავა მეტრეველი ჩვენიანია კაცო ეხა დავიგე მაგ გიხსნი რომ წაიყვანეს მე გადმოვიყვანეთ ხო იცი მიშა მესხი მაინც რა საოცრება იყო რომ ხო დიდი ფეხბურთელი იყო და მთავარი მისთვის ხო ასე რომ გვეშინია კონკურენციის და მიშა რამხელა ადამიანი იყო რომ ყველაზე მეტად ვინცაც უნდოდა რომ მოსკოვიდან თბილისში გადმოიყვანა თბილისის დინამოში სლავა მეტრეველი იყო სწორედ მიშა და ეუბნებოდა იმას მაშინ იყვნენ ლაზიშვილები დიდი ხო ბიზნესმენები დიდი ხო მაშინ ეს ტერმინი არ იყო მეცენატები თუ როგორ ერთ-ერთი ეს ლაზიშვილი 16 წელი გაატარა ატიმრობაში ანუ იმის მაგალითად დაეჯილდოვებინათ იატაკქვეშა ფაბრიკები ქონდა კაც ანუ წარმოგიდგენია რომ გიმალავენ შრომას და იატაკქვეშ რო შრომობდა 16 წელი ამისთვის გიждდა და ეხლა ხო გეხვეწებიან აი აიღე ისა იქნება რამე გააკეთო და აპა
ვერიშოვი ადამიანს, ხო იცი? საქართველოში ეუბნები, აი ამდენ ხელფას მოგცემ და წამოწოლა უჩვენო. ისე ეს მათი ჩამოყვანილია, ეს ლაზიშვილების ჩამოყვანილია, ეს ოთარ ლაზიშვილი იყო, რომ ჩამოიყვანა და აი გეტყვით ფეხბურთის ძალას, სულ ამას ყვები. ვიქტორ ნოზაძე ყავდა ასეთი რახან რუსთაველი ვახსენეთ, ეფხისტყაოსანზე აქვს 6 ყველაზე საოცარი წიგნი დაწერილი რუსთველობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე გადავიდა არგენტინაში, ხო იცი, იმიტომ რომ რამდენიმე მიზეზის გამო, მოკლედ და ძალიან უნდა რომ ესპანურად გამოსულიყო ეფხისტყაოსანი, მაშინ არ არსებობდა ეფხისტყაოსანი და გამომცემლობას ეხვეწებოდა არგენტინასთან ჩავიდოდა ჩილეში, ანუ ჩილედან გადმოვიდა არ ყველას მიადგებოდა და ესპანურად, მაგრამ ინგლისური ხო არსებობდა და ეხვეწებოდა რომ ეს არის ძალიან დიდი წიგნი, აი როგორც თქვენი დონ კიხოტე ესპანური ენოვანი სამყაროში, როგორც შექსპირი ისა ინგლისურენოვანი სამყაროში და თარგმნით და მათთვის ახლა საქართველოს წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის ნაწილი რო ხარ, წერტილი რო ხარ, ხო და არ არსებობ როგორც სახელმწიფო და ვერავინ ვერ დაითანხმა და იცოდა რომ ერთ გამომცემლს გუსტავო რუდოლფო ერქვა, უყვარდა ფეხბურთი და გაიგო რომ ბუენოს აირეში 61 წელია ბუენოს აირეში ეთამაშება არგენტინის ნაკრებს, საბჭოთა კავშირის ნაკრებს და რო ნახავს შემად ხო აქეთ ერთ ხაზზე 3 მეტრეველი მეორეზე მიშამეს აიყვანა ეს გამომცემელი და აჩვენა და ერთი გოლი მან გაიტანა, ნუ 2-1 მოუგეს და მთელი არგენტინა იყო გაგიჟებული. ანუ აიკლეს მთელი არგენტინა. აი ესა ვარ ქართველები. აი ამის ქვეყნიდან იყო ვერფისა, შოდა უსტაველი. ხმა არა მოუგია, თარგმნეს და მაშინ თარგმნეს პირველ და გამოსცეს. წამოვიდნენ ფეხბურთს რა ძალა ლიტერატურაზე რა. აი ეს თარგმნის ახმა როგორია ნეტა უცხოელების ხო? ასე გებია. არა, საერთოდ მართლა საინტერესოა უბრალოდ რომ რა ქვია ძალიან ძნელია, ძალიან რთულია და მით უმეტეს ვეფხისტყაოსნის ისე თარგმნა რომ იმ მელოდიურობაც ის მუსიკა, პოეზია, მისი ფილოსოფია და ასე შემდეგ ისე მიაწოდა როგორც ორიგინალურ ენაში, ეს შეუძლია. აი იგივე ფეოლაზე რო იძახე რომ ოსკარს აიღებდა და რამე. ეხლა ამთხო დიალოგების თემა, ქართული ჩვენი თემა, აი იტალიაში გაუსწორდა თუ მაგრამ არა, სიტყვაზე გეუბნება ფილმად რა, ანუ დიალოგების თემა ხო არა, ვაიშე პატრონს როგორ უნდა თარგმნო ხა ესპანურად. მომის. არა, არის, ეგ ყველაზე ნაკლებად ოსკარს ვერ აიღებდა. ოსკარს ვერ აიღებდა და რატო? არ არის სრულმეტრაჟიანი ფილმი, მაგრამ მოკლემეტრაჟიანი ქართულ ფილმს კანის მთავარი პრიზი აქვს მოგებული, ეს არის მაგდანა სურჯა, ეკატერინე გაბაშვილის ისა ნაწარმოებში. მაგდანა სურჯა, ხო. მაგდანა სურჯა რეზო ჩხეიძემ და თეგი ზაბულაძემ გადაიღეს 1956 წელს და სტუდენტები იყვნენ თა. მოიგეს ისა, რა ქვია, კანის ძმების ფილმი ვერ ვიძახდი, არ არის მეთქი და ისინი არველაძეების ფილმს ხო აქვს რაღაც ფესტივალზე აღებული პრიზი. რომელი არველაძე? სამ ძმაზე კაცო ფილმია გაკეთებული. ეგ არ ვიცი დოკუმენტურს არა, დოკუმენტო. ძმები ტავიანები ვიცი ფილმები. ყოენების ვიცი და ძმები არველაძე რეჟისორები. შოთა მანახა პატარა ვიდეო ჩუმად არის გადაღებული, ნეაპოლში აჩვენეს ფეოლა იტალიურად. ჩუმად როგორ არის? მე გაშუქდა ბიჭო ყველგან. არა, ტელეფონით ბიჭო, მე გეუნები ამას შოთას. ნოდომ თვები გაისტორია. ეგ ვიცი, მე შოთის გამოგზავნა მეგობარმა, აი რა მოიტანა, ეგეც დაიგრა დარბაზი. პარაცხელემ მოიტანა ეგ ამბავი, რომ ნაპოლის გამო ნაპოლიში და ყველგან მთელს იტალიაში ისეთ ინტერესი გასდა ყველაფრის მიმართ. ხო. იმდენი ჟურნალისტმა ხო მანამდე გამოვიდა ჩემი წიგნი იტალიაში, მაგრამ სულ რამდენიმე ჟურნალისტმა მომართა. იქ გადავსებული იყო ეს. ყარას გამო იმდენი ჟურნალისტი ყოველ კვირა მიკავშირდებოდა ვიღაც იტალიელი ჟურნალისტი. აუ ფანტაზისტა ფეხბურთელი მაგარია. თარგმნეს რომ აღმოაჩინოს რომ ეგეთი ფილმი. სხვა შორის ქართველები მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ რომ აი ეს ლეგენდარული ფილმი მაგალითად ისიც იტალიურია, უფრო სოციალურია, მაგრამ ისა რა ქვია პირანდელო მოთხრობის მიხედვით არის გადაღებული ქვევრი მაგარი ქვევრი რა ქართველები რა მაგარი ხალხი რომ ახლოს ვერ მოვა ფილმთან ირაკლი კვირიგაძის ფილმთან და ეს ფეოლაც აი მართლა შედევრია საოცრება არის ისე მეგობრებო არ ვიცი რა არის აი რაღაცა ამიგოებო დათო არის ერთადერთი რომელმაც დინამო თბილისის და მადრიდის რეალის თამაშის ფოტო მოიპოვა კალათბურთის მაშინ არქივ მარკას არქივებში როგორი ეგ თემა საერთოდ ფრანგიშვილების დამსახურებაა გოგის დიახ მითხრეს რომ ესეთი ამბავი მოხდა და არც ერთი ფოტო არ აგვაქვს იმიტომ არ ქონდა ფოტო რომ მაშინ ფრანკოს დრო იყო და წააგო რადგან წააგო რეალ მადრიდი იყო მისი პატრონი ყველი კომპრომატები გააქრეს და გაზეთებში ეწერა მეც საკითხი მაქვს რომ ძალიან მაგრამ სიამოვნებაში რეალ მადრიდმა მოუგო დინამო თბილისო და ფოტო ამათ ამიტომ არ ქონათ რომ ნახევარფინალში შეხვდნენ მოსკოვის CSKA-ს ხო? მოსკოვის CSKA-ს შეხვდნენ. დაიბარეს ისა რა ქვია
ისა ოთარ ისა ქორქია და უთხრეს რომ ისა ბოდიში უფროსი ცხნელი იყო მაშინ ოთარი ქორქია უფროსი ისა დინასტია ოთარი ნოდარი მიშა ეს არის 62 წელი 62 წელი და თუ არ ვცდები 27 ივნისი ჟენევაში იყო ფინალი კი და დაიბარეს რომ რახან ნახევარ რომ მოსკოვის გუნდი თან CSKA წამოდა არმიის გუნდი ის უნდა გასულიყო ფინალში და წააგეთო არაფრით არ წავაგებთ და გაგიჟდნენ ანუ მოუგეს CSKA არა ისედაც უნდა მოეგო ვითომ იმ CSKA-ს ფურცელზე ფავორიტი ის იყო და ამიტომ მოუგეს რა მაინც და ანუ პოლიტბიუროს დონეზე რო დაიბარეს იმიტომ მოუგეს ამას ისე გამწარდნენ აი როგორც ურუგვაელები გამწარდნენ 1950 ხო სველის მიუტანეს პირველ ტაიმში 1-0-ის მერე რომ სველი ის მოუტანეს ბრაზილიაში ყველა გაზეთი გამოვიდა ეწერა ბრაზილია ჩემპიონი ადამიანებათაც არ ქონია თამაში იდო და გამზადებული გამოვიდა GTA იყო ბარაკასი აი ასე გამწარდნენ ჩვენები არ გააყოლეს არც ერთი ჟურნალისტი არც ერთი ფოტოკორესპონდენტი ასე ერქვა იმიტომ არ ქონდა ფოტოები და ჩვენები როგორ გავუშვით იცი რა მარშრუტით აი სერგო ზახარიაძე რო ამბობს ჯარისკაცი ეხალ მატარებლით უნები ეხალი რა ქვია გოლიკებით თვით 4 დღე იყვნენ გზაში რომ ჟენევაში ჩავიდნენ გაუბედურებული ჯერ რაკეტები აცვიათ იმ ფოტოზე და მოუგეს მაინც თანაც ამერიკელები წავდათ რა მოუგეს და ეს მე მითხრეს ისა გოგი ფრანგიშვილმა უთხრა ბატონმა ისა გოგიმ დიდი მადლობა მას რომ ესეთი ამბავიო იქნებ მოძებნო და დაიწყე ფილმი როგორ უნდა მოძებნო ეხლა ეგ ფოტოები ნანახი არ ქონდათ და მე მივხვდი ლოგიკურად რომ ე მარკა ხო იცი ლეგენდარული მარკას იმარ მითხრა ჟურნალისტი აი მარკას მივოდექი რომ მეთქი რა ბჭო რა ქენი უცი ოფიციალური წელი დაწერეო რომ იმათ არქივში ხო იქნებოდა და მე შეიძლება რუსებს აქვთ ამდექი არა საიდან ბჭო არ გააყოლეს არა დაგვსაჯეს დიმა დაგვსაჯეს კგბ-ში კი გააყოლეს მაგრამ ფოტოა გადასაგებად არავინ არ გააყოლეს სპეციალურად ერთი ფოტო ისე გაბრაზდენ რომ ყოფილიყო გაბრაზდენ დიმა ისე გაბრაზდენ და მე დავწერე ოფიციალურად უნივერსიტეტის იქ მადრიდის უნივერსიტეტის ესა რა ქვია დეკანის სახელზე წერილი რომ მოუყევი ისტორია რომ მეთქი ეს დაჩაგული დაპრობილი ქვეყნიდან და ფოტო არ მაქვს ჩემპიონთან თასი მოვიგეთ ევროპის რეალ მადრიდი ყავს დამარცხებული გავიждეს კა რეალ მადრიდის ვერ ვინ დავამარცხებდა ფრანკოს და ჩვენ დავამარცხეთ დამიწერე ის დამიწერე განცხადება და გაჩვენებ როგორ დავამარცხებ და დამიწერე ამ კაცმა ისა რა ქვია ჩაობარი ამ მარკას იმას მიიტანეს არქივებში და 5 ფოტო გადმომცეს 5 ფოტო მე ჩამოვიტანეთ მიშა ახვლედიანს რომ ის სპორტ კაფე გადიდა მიშა სპორტ კაფეში ვინ სოცხლები იყო მე თქვა კარგად ამყობს დაპატიშეს და გაგიჟდა იმიტომ თავში დაინახეს ფოტოები ნანახი არ ქონდა გადიდებულები ესე გადასცეს ეს უნიკალური კადრები რო იყოს ამ უნიკალური რომ ესე კადრები ჩვენ არ ვიცით ესპანელებს კი ეყოლებოდათ მაგრამ ეხლა იქ წაშალის ტელევიზიის არქივი აქვს იმიტომ რომ ფრანკოს უთხრეს რომ აი როგორც დიქტატურის ის როგორც კორეის ბრაზილია გავანადგინოთ ასე უნდა რომ თავარი იმპერია იყო საჭირო. მაგარი იყო და მე პორტუგალიასთან თამაში ჩვენება რომ მოითხოვეს და ლაივში ჩავა 7-1 რო წაგეს. მაგარი იყო ეგ არის. მეგობრებო, დალიეთ უკეთესი. საირმე დააბამოსეთ რა. აი ეგ არის ჩაარაკრაკებს ახლა ისეთ ისტორიები მოვისმინეთ რომ რა კარუკი. რა იყო? ჩაყლაპე და ბერე. ზოგადად რაღაც უნდა გითხო. კიდე რაღაც უნდა გითხო რა. აი ნახევარ სახეს გაგიგრე. სოის ლაპარაკი. აი მე რა დოლეშვილი ტროსი. ჩამეშოს პირს ხო არაც კლაპი. რა საბო. რა როგორ გეგადრე. გაოფში დადიოდა მეგონა ბოტები. ჩემო დახო როგორ გეგადრე. თან მე ეს ეშვება და ხმები აქ რაღაცა საოცარი. ამასთან ერთად არის კატასტროფა. სხვა შეს. მე რა დოლეშვილი ტროსი გიგაქ. ო, ხელმოწერილი. სხვა შეს. მოიჩი. ეს საკეთე. ყველა დამპყრობელს და სულ ერთია, ხო, დამპყრობელი ყველა ცუდია. გინდა რუსი იყოს, გინდა გასაკვირველია რა მშელობა აქ. ოსმალეთის იმპერია გინდა იმისი, რა ვქნა. და გინდა ოჯახში ვიღაცამ დაგიპყროს. დამპყრობელში. მაგრამ მონღოლებზე ვარ ძალიან გაბრაზებული. იმიტომ ჩვენი ისტორიოგრაფიის მიხედვით მონღოლებმა მიგვაჩვენეს პირისკლაპს, რო იცოდნენ. რა რატო? ვიცოდე მე რას ვერა გაბონებები. შენ ნიშნა თუ მოგცა უთხარი მე რას მონღოლებს აი უკვე არისტოკრატი ნა თავადი უკვე თავადი მაინც არ ახალ უკვე კონსტანტინე თედელაურივით ჭამ ნუ და დავაიღე და მიეგდე იქა ხო და ნელა ჭამეშ რა გითხა ხა არაფერი რომ მაპატიე მეთქი თუ ხელები გავიქრე ეს მო პატარა ბავშვი იტყო მაპატიე ეთქო თუ ხელები უხეშად სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა ხო მაგის ლოზუნგი ეგ არის ცხოვრებაში შენ ახარ ეგეთი ამას სერიოზული და თუ ჩემ გვერდზე თუ ხსმენიათ რამე კი ესპანეთში ძალიან ბევრი კი ნუაკლია
და მოიწმინე. ეხლა ეს მივიდა ყურში ეუბნება რომ ეხლა მე შემგვარზე კითხავ და შენ თქვი რომ ესპანეთში ძალიან გავრცელებული გვარია. დათომ თქვა. კაცი ბასკეტში ჩადის. აი შენ ამხელა სერიოზული კაცი ამდენი ციგნის ავტორი. ამდენი სერიოზული ხალხი შვილი რაღაცა და აი ამას რო აყევი უკვე შენ რაფერი ღმერთმანი პლუსია შენ მოქმედე შენზე მეტყელებს როგორ დადებით ადამიანზე. დიდი მადლობა. ეს გიჟის სახერო შეხედე მე ეს ნაშტაში კაცია. ეხლა სერიალში უნდა ითამაშოს ხო იცი? აი არ თქვა სერიალი არ. სერიალს არ ვიტყვი რა. არ არის. სამე გავა არა top +18. ვაუ. და შენო გადაცემა უნდა გაგიკეთო ღამის საუბრები ნოდართან. აი ეგეთი გარკვეული. ეს უნდა ამუშავო ღამე. ხო იყო რაღაც არის. იყო კი. იყო ღამის რაღაც. ღამის შორედა. როგორ არის? აი ნახე, რატო უყურებდი? მერას უყურებდი. რატო უყურებდი? ანონსი გადიოდა არხზე. მერას უყურებდი. ანონსი კი არა, იჯექი და უყურებდი, რატო ბიჭო. სიტყვებიც რა მახსოვს, ჩემ მეგობარიაო. გერმანულს რო გაიგებს, სადღაც აქ დათქვი სუპერ პორნოგრაფია აღწევდება. აი, იმიტომ რომ ხო, პირველი პორნო იყო გერმანული მუსკულატურა. აი, ვინ ათენებდა თვალებს ჩაწითლებული. დაჟე შუქი ჩაუქრა ერთხელ და კასეტა დარჩა იქ. მე რა გახსოვს რა სიტყვას ხმარობდნენ ყველაზე ხშირად. Das ist gut. პორნოში გერმანულში? ო, ეი, მაგრამ ამის დაწერილია. მოიცე. თუ ყურადღები და ტინტო ბრასია, დათო ეს. ბიჭო, აი, ეცი მაგას. შნელა. ჩარა, ხო შნელა. შნელა. და ნელა როგორ არის გერმანულად? ნელა. აუ, როგორ გაუსწორდა. ეს აი გადახცირებულია. აბა თუ მეტყვი, რატო იცვათ მაგ დროს კაცის ფეხზე ის ეგრეთ წოდებული წინდები. რა, თეთრი ოღო. რო არ დაცურებოდა, შეხიდო მოჭიდების. ყველას ქონდა ულოშები და თეთრი. ეს რა სეგმენტია? გამოვენა. წინდე ფეხები ეყინებოდა თეთყობა. თვითონ ეყინება და სხვა. გაჩვდი შეჩემეს რო. სულ ბებიაჩემის ფრაზა მახსენდებოდა რომ ბებიაჩემოდა თავარია კაც ფეხები ქონდეს თბილად. რომ მაგას ფიქრობდნენ რა ვიცი. ვაა, არა, გაქცევა რომ დაჭირებოდათ რომ მაგის ჩათმას დრო უნდა ქმარიო შემოვარნილიყო, რაღაცა ეთყობა, აკონტი ქონდა, რა ვიცი, ეგა. სადამ 11-ს გავაკეთებ, ძალიან მაინტერესებს თავი ამტკიდა, ნოდარ შენი მე მინდა გიუახლედიანზე კითხვა აუცილებლად. აკამორჩილაძე თუ პროიცნოს ხო, აკამორჩილაძე რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემთვის მაგათა ფინალზე ვიყავი, უნდა მოუყვე რა. მოუყვე, მაგას არ მოუყვე შანსი. დათო და აკამორჩილაძე ჩემთვის ჩავინიეს და ცოტა ხო? არა. ხო არ დაგვალეთ. არა, იმიტომ რომ მოკლე კითხვა დასვი რა. ჩავინიეს და თქვი აი რა უნდა კითხო ხე? არაფერი დათო მე მაინტერესებს. გიას იცნობ? არ ვიცნობ და მაინტერესებს, იმიტომ რომ ისეთ კარგი რაღაცები. სამბერში მუშაობთ ერთად მე და ეგ ბლოგებს წერე. არაფერი გადაგედო შენ და რა ვიცი, ზოთა ხერევა და ჭედასო. მე ხმარებ, მე ხებს ყავდი. სხვათა შორის მე ფოთში ევროპის ჩემპიონატზე სტატია რო დავწერე და ნასობები ვიზაჩემი იყო იქ ფოტო და ყველაფერში შევედი ხო ეს ხოლმე გამოიყენე ესენ და დაიჯესში წაიღეს და აი მე ვთხარი არ მინდა ფიზიკოსობა ამ პროფესიას უნდა გავყვე მეთქი რა. ბაშოს ფოთში რო შუქურა დგას ჩემი გამოთვლები და ვარაუდით აი ეს შუქურა ინგლისელების დადგმული 1860-იან წლებში იმ ინგლისელებმა შემოიტანეს ანუ პირველი ვისაც ვეთამაშეთ ანუ ვინც თამაშობდა და ჩვენ ნახეთ იყვნენ აი ფოთის შუქურის ინგლისელები თანამშრომლები ვინც დაგვიდგა ინგლისელები ეგ არ ვიცოდი მაგათო ითამო შეიძლება ჩემი ვარაუდით ეს არ არის გამორიცხული ეხლა ქალბატონი ნანამჭერელიზის მართმაცხენოს ვერსიაც ეგ არის მაგრამ იქ არ არის დაკონკრეტებული ვინ არიან თორე ხო გახსოვთ ინგლისელების ბიჭო აი მაგფილში რატო დევს იმ პირველ მერცხლში რო გვაგდებენ ფულს რო ყალფულს რო გვაზდა აი რატო გვაყირავენ და სად დაიწყოთ და აი რატო გვაყირავენ ქართველებმა ერთმანეთს რო დაუწყეთ მაშინ გამოჩნდა ეს ყველაფერი բայց გაჩერდით აი რატო საბჭოთა პერიოდში გადაღებული და რუსებმა რო გვაყირავეს და გადაგვაგოს მაგას ვერ მოყვებოდა რა და გადაი ფრაზირებული არის ყველა დამპრობელი ყველა არის გადამგდები როგორ გადაგვაგდეს ბიჭო აი მარტივად ისე კონსტანტინე გამსახურდია კონსტანტინემ გამსახურდია უკვე საბჭოთა პერიოდი იყო და რუსეთი რო დამპრობელი იყო ყველაზე კარგად იცოდა კონსტანტინე გამსახურდია და მაგრამ გიორგი პირველი აი სკოლებში რო ისწავლებოდა დიდოსტატის მარჯვენა დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა არის გიორგი პირველი რომელიც მთელი ცხოვრება ეძებდა ბიზანტიის იმპერიას სიამოვნებაში რუსეთის იმპერიაზე იმიტომ რომ ისე გავდა ეს ტყუილი ეს გადაგდა თან ისე რა არის არა ის სცენარიც რატომ ბურცგავს ბოლოს სცენაზე რომ აი ინგლისელები მიდიან ჰიმნია და შენ არ გაქვს არაფერი რომ გამწარდებოდი აბა არა მაგარია არა ძალიან მაგარია მაგრამ ეროვნული ჰიმნი არა გაქვს რასაც ათუა რომელ რეგიონში უფრო სიმსივე გავრცელებული ესპანეთი შემოგარდი უფრო მადრიდი რა როგორი ხარ აი თაღლითი ტიპი ხარ რა ყურში მიხვედი უკან მიგეწერა მაინც მე მომერიდა რომ დათო უკაცრავად რო ხედავ ეს აი რასაც თქვენ ამბობთ ამ პირველი მერცხალის ამბავი ძალიან კარგად აქვს აღწერილი
არა ამ ექიმაკაკი ბაქრაძეს, არამედ იმ აკაკი ბაქრაძეს, მწერალს და პუბლიცისტს და დიდ მოვლენას, რომელიც რამდენიმე წიგნის ავტორია და მათ შორის როგორ ხდებოდა საბჭოთა პერიოდში უკვე ნაღდია ხო, აი მას აქვს ეს აღწერილი წიგნი ძალიან საინტერესო და მაგარი რა. რა სიმწარია რომ შენი ჰიმნი არა გაქვს, მეც ესე დამემართა ბავშვობაში 78 წელს ჩემი პირველი ჩემპიონატი რომელიც ნახე იყო არგენტინა, მაშინდელი ჰოლანდია 78. ხო, ეგ მაგარი და რომ მოუგო 3-1 მარიო კემპესის გუნდმა ისე მომინდა, ისე იდღესასწაულეს ბუენოს-აირესში და ისე მომინდა რომ საქართველოს გამختارიყო სოფლიოს ჩემპიონი, რომ მეორე დღით რომ აღმოვაჩინე რომ ჩვენ არც სახელმწიფო გვაქვს, არც დროშა გვაქვს, არც მაისური გვაქვს, არც ნაკრები. ამდენი 10 წელს ვიყავი მე. ხო, აი ეგ არის ჩემი პირველი ფინალი. შენ რომ წელი ხარ? 60. შენ 12-ის იყავ. მე ვიყავი ისე გამწარდი რომ არც დროშა მაქვს, არც სახელმწიფო, არც ნაკრები მყავს და ვერ მოვიგებ. ჯერ ბიჭო, იმებს ხახალდებს, ყრიდან თავის ქვეყნის დროშის ფერებში იყო ის ხახალდები. იმან გამაგიჟა. აი ეს სტადიონის ხმა იყო, ჯადოსნური შენამო. მაგ წელს მამაჩემმა მოიტანა ფერადი ტელევიზორი, რომელიც დაკარგა ეგრევე ფერები. რატო? ხო ის ხანზე მოუტყავდით, მაგრამ ეგ მაგარი იყო აქედან. დათო ხმაური სხვანაირი შემოვიდაო მახსოვს ეგ რაღაცა ხომაგობა. და ასეთი საოცრებო რომ დაიწყოთ ჩემპიონატი 78-ის დაუბრუნდა ფერები. და ფერადი ვნახე. ფერადი მაშინ და ეს არგენტინა იმის თან შაფები ესენი აუ ძალიან მაგარი რო დამთავრდა 3-1 რო დამთავრდა ეს ზეიმი უნახე ფერებიც გაქრა ანუ ერთი თვე ქონდა ინტერნეტი გაჩუქეს ეს იგი ის დღე ფერადად ის თვე მეგობრებო დღეს აი ხლა გადაცემას ვწერთ ქართული გუნდები გამოდიან ქუთაისის ტორპედო გორის დილა ასე რომ კომაგობა ჭირდება ყველაფერს ქართულს და დღეს მithumetes ფეხბურთს და დააბამოსეთ რა ძალიან მაგარი იყო იმ დღეს სტადიონზე რომ დავინახე თან მაგრამ ელესებოდა რომ დავინახე ბანერი კომაგის ასე რომ მიდით შებერეთ, იყიდეთ, შეიძლება და დააგემონეთ და უკომაგეთ ყველაფერს ქართულს ბამოს. ეხლა მე ძალიან მაინტერესებს დათოს უნდა გავაკეთებინოთ საუკეთესო 11-ეული ოღონდ წერლების. ძალიან მაინტერესებს მეტა ვინ მოხვდება. ძალიან ადვილია. ხო, მოიცა მოვიტანო დაფაზე უნდა წერო? კი. კაი. და მესიჯად რომ მოგწეროს? აუ ეს რა იცის, მესიჯად არა, დიმა ის რა ქვია. წერა იცი? დათო თვითონ მე როგორ თვითონ დაწეროს მე. ხო, როგორ ვიკადრო ეხლა დათო აქ იყოს და მე კალამს მოკიდო ხელე. ეს არ გინეს განლაგება ეს. არა, ისე იყოს ხელი ვაშუშა. ხო, ესე იგი მეკარე, რა თქმა უნდა ალბერ კამიუ, იმიტომ რომ ეგეთი დაწერეთ რა შეწუხდები გიხარ. მე ქართველების თქო, მიდი ხო? ვინც უნდა ქართველებს ახლა ვერ დავწერე, იმიტომ რომ არა, ქართველებს შეიძლება, მაგრამ შენი თავი შეიყვანე საღდენად, ძმაო, 3 გოლი და გამოსამშვიდობელ თამაში გადაიწყო. ხო, სად უნდა დავწერო? აი აქ დააწერე პირველი აქ. აქვე დავაწერე. დიამონე. სადაც გინდა? ალბერ კამიუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ალბერ კამიუ იყო მეკარე, სხვათა შორის დიდი ფრანგი მწერალი და მე მაქვს წიგნი დაწერილი ფეხბურთზე, შეიძლება თქვენ არ იცით, ესე ქვია. მე რო ფეხბურთელები იყო, რომელიც ალბერ კამიუს სიტყვებით იწყება. ასეთი ფრაზა აქვს, რა თქმა უნდა, ყველა თუ რამე არსებობს ჩემში დადებითი ეს არის ფეხბურთის დამსახურება და მეკარე იყო, მაგრამ ნუ შენ რომელი წიგნში მეყევარ ნახსენებს ზუსტად ვიცი, ხო და მახსოვსა. ყველა წიგნში. როგორ უწიგნული? ჩარ ისე რო გიყვარს ადამიანი რა და თორე მე რასახსენებელი ვიყავ ამ ესეში ხა. ვაგინდა ეს თამბა. ეხლა მე დავაკეთებ წიგნს და შენ უნდა გახსენო, მიდი. ეხლა აბა შენ არა, შენ საგიჟეთ. კაი, პირველი გავარკვიეთ, ესე იგი. წველები, 4 წველი. ეხლა მარცხენა მარჯვენა დაიკიდე. ხო, რა ვინც გინდა. просто წველები. ხო. გასაგები. ფეხბურთულად ნუუდგები, წელები და ქართველები ისა ბოდის ვუხდი. აჰა. მაგრამ ქართველებს ბოდის ვუხდი ყველას ვერ შევიყვანე. მithumetes თანამედროვეს და ისა რა ქვია. ცოცხლებს მარტო ერთ შევიყვანე, იმიტომ თქვენ ხო ახსენეთ ისე აკამორჩინაძე და მე და აკამორჩინაძე აი ხე ერთ მერხზე ვისხეთ. ანუ კლასელები მე გეტყვი სად უნდა დააყენო ეგ? ამიტომ მაგას შევიყვანე. არა. რუსები რო იტყოდნენ ბლუჟდაიუში ფორვარდა დააყენე. ხო და მაგას შევიყვანე, იმიტომ რომ ფეხბურთს ერთად თამაშობთ ერთ გუნდში და სხვა შორის რამდენი ისა გვაქვს მოგებული მატჩი და რაც გოლებმა გატანილი ჯირთად მისი პასები. ტური, გეხოცები. ეხლა პირდაპირ ეთერში უნდა მიმათხოვრო შენთან. უთხოვე რა და ჩავალ და იქ ჩავწერ, გადავიღებ ტრეილერ გადაცემას. ხო და მესამე წელია იმალება ლეჩხუმის ტყეებში. კაცო, ტყეში გვინდა ჩვენს, ტყეიდან გამოვიყვანე ეს. გათათუთაშხიაში რომ ზამთარაძია ისა, გახსოვს აბრაგი? ის რო ეუბნება გათათუთაშხაში. ანუ ვარც მეუბნები ისე. საირმის ტყეებში გადაგმალავ, ისეთი ტყეებია. ხო არა, მე ვეთქვი კაცო რომ აუცილებლად იმიტომ იმალება ტყეებში რომ არ უნდა ის არცეთ გადაცემაში მონაწილეობას მიიღო. ეს არ არის გადაცემა, ეს არის აუცილებლად იმალ ვეთქვი თან შენი თანამშრომელია ყოფილი. ხო. ერთადერთი, ამიტომ სხვა იმას ფინალი ვერ მოვყევი მაინც. კაი. აკომ წერლებს ბოდის მუხდი. ამიტომ
კი ბატონო. გავასწრებ მოვლენებს და რახან ნახევარ დაცვაში უყვარდა და დაცვაში დაიხევდა ხოლმე და დაცვაც უყვარდა და პასებით მამარაგებდა. ამიტომ აბა დავაყენებ სადღაც ცენტრალურ ცველად? არა, ცენტრალურ ცველების წინ გააკეთე. 4-1 ესე გამოწია, აი დააკენე. აი დავაყენე. აკა. აკა და დედა რა პასები. სამ ჭრელი კალამი აქვს მაგას და მისერ მოსერავს მე. ბავშვობიდან გიждდებოდა ინგლისურ ფეხბურთზე. კი ბატონო. თორე გიმხელეს დაწეროს ხები აღარ დაგეწერა. ეგეც მართალია, მაგრამ თვითონ აკა დაგეწერა უბრალოდ. ეგეც. აი, ეხა მიდი უცება ეს 4. შემდეგ, ეხა დამცველებიდან დავიწყოთ. რაც შეეხება იმ ქართველებს, რომელიც ისა თქვენ მიხელეს დაცვაში დავაყენებდი, ანუ მე რა თქმა უნდა ვიტინიას ადგილას როგორც ხერხემალი თავარი რაზეც დგას ქართული ლიტერატურა და სამყარო, რა თქმა უნდა არის შოთა რუსთაველი, ამიტომ აი აქ ჩავწერ შოთას. შოთა დაწერე. მარტო შოთა? ზოგმა რო დაწესა თორე ზოგმა რუსთაველი. ესეა უკვე. ახლა რა ამაზე წერს ეს ოხერი. კარგი. ესწავლა. ეხლა ისა რა ქვია? ესე იგი ჩვენი ესე იგი დაცვა რომელიც აი ანუ ნუ აჩქარებს ეცემა ეხლა მართლა ის ხო არ გონია. არა ბიჭო უბრალოდ. შოთა რუსთაველს უბრალოდ აი მართლა არ აქვს ბედი იმაში თარგმანში როგორც თქვენ თქვით რა დარწმუნებული ვარ რომ ის ისევე იქნებოდა როგორც დანტე ალიგიერი მაგალითად იტალიელი და ნუ დანარჩენები პეტრარკა ან ნებისმიერი დიდი ზევარსკვლავი ეს ძალიან დიდი საგანძურია რაც ჩვენ გავგვაჩინე უბრალოდ იმდენად წინვალი და კაშკაშა რომ ვარსკვლავის გადათარგმნა ძალიან ძნელი ანუ საგანძური არ ითარგმნება რა ერთ-ერთი და განუმეორებელი ამიტომ გვიჭირს სამწუხაროდ იცი როგორ გააკეთე მარცხენა ფლანგზე მარცხენა წვრილები ხო იყო მაგრამ მე იქიდან ამოირჩიე მაგრამ ვინ ჩვენ გვიცავს და ვინც მარადიული მცველი არის როგორც მწერალი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რაობის რა თქმა უნდა ვაჟაბშაველა კი ბატონო ვაჟაბშაველა მაგარი მოკრივეც იყო მუშტიკრი ლაწანი გაქონდა ყველაზე კი ვაჟაბშაველა ცენტრალურ თოსხელს თუ დაიყენა და ახოცავდა ყველაზე უკვე შენ დაფაზე სხვათაშორის ვაჟაბშაველამ და მისმა ძმამ რო დაბეგოს ისინი ერთი 10 ოფიცერი კი რუსების სისხლიდან ეს პეტერბურგში და რო დაიჭირეს გაბრაზდა გონია რა გაბრაზდა ისა რა ქვია ჟანდარმერიის თუ ისე გაბრაზდა რომ ორმა ქართველმა როგორც ემათ ამდენიოდ ხო ესე იგი დაცვა რა თქმა უნდა ეგრე იყო მე ჯარში ვიყავს ჯარში პირველ დღეს ვცებეთ 1:30 რუსი ეკაცვა არ იცის შენ რამდენი არა ჩვენც მაგრამ მოხდა მაგრამ ფაქტია ბიჭები მყავს ეგრე მონსტრები თამას გოგი ბედაშვილი იყო ჩემთან ერთად წყალს მოუყევი ძიუდო რომ მიყავს ძიმა მაინც რო გაჩვენდი შევაცხოვრებაში ნაჩხობა და დაგიშვე გაგიერთიანებ თაყვას შენ გამო არ მინდა მეორედ ვახსენებ ზონაზე როგორ დავუდგე შენ გამო თუ ვაჟაბშაველა ისა კლდიაშვილი მუშტიკრივის გამო არა იმის გამო როგორც მოაზროვნე და პოეტი არის სამყაროს იმ ნაწილში რომელიც უსწრებს დროს და ეპოქას და აი რაზეც ეხლა დგას თანამედროვე სამყარო თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია საერთოდ ცივილური სამყარო დაახლოებით 100 წლის ბიჭო იმ დროში აზრთა რა მაგარი იყო უბრალოდ წარმოიდგინე რა ამ ეზღირებულებები თავის ისა განსაკუთრებით სხვათაშორის პოემებში ნუ ლექსებიც თუ შედევრები აქვს მაგრამ ნუ პოემებში განსაკუთრებით ალუდა ქეთელაური და სტუმარ მასპინძელი არის წარმოუდგენელი სიმაღლე რა და ამიტომ მას რა თქმა უნდა ეკუთვნის ისე როგორც ეკუთვნის დაცვაში ჩვენ ვის გვიცავს და სულ დაგვიცავს სამწუხაროდ ამაზე ადრინდელი ლიტერატურული ტექსტები ჩვენ ჯერ არ მიგვიგნია, მაგრამ ამაში სანერვილი არაფერი არა. ქართველები გერვიდობენ, რომ რატო არ გვაქვს მე-5 საუკუნეზე ადრინდელი არ გვაქვს ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ რაც გვაქვს ის არის დაუჯერებელი, რომ მე-5 საუკუნეში ესე იგი მე-5 საუკუნეში დაწერილი ლიტერატურულ ნაწარმოებში, რომელიც ჰაგეოგრაფია ოფიციალურად, მაგრამ სიახლეში რომანიც არის, ესე იგი ქალი ლაპარაკობს ქალთა უფლებებზე. ეს არის დაუჯერებელი უპირატესობა. თელს დედამიწას გავასწარეთ ისე როგორც მე თამარ მეფემ გაასწრო სიკვდილი დასჯა გააუქმა მე-12 საუკუნეში და დანარჩენ სოფლიოში და ევროპაში მაგალითად მოხდა აგერ მე-20 საუკუნის ბოლოს 1991 წელს გააუქმდა საფრანგეთში. გუშინ იყო ეს ფილმი, სხვადასხვა ორნი ქალაქში. რის გამოც ისე იმოქმედა ამ ფილმმა, სადაც თავს კვეთდნენ
გილოტინა ქონდათ 1991 წლამდე წარმოგიდგენთ და ჩვენთან თანამშრომლობენ გააუქმა 11 საუკუნეში 91 წლამდე ქონდათ გილოტინა 91 წელს გააუქმეს დი გაუჯერებენ ასროვიღე ჩვენი გილოტინა იყო ჩემი ეგეთი რამე კი ბაბა წააგები მოგარიანთან გაგორდებოდა როგორც ო გილოტინის სიკვდილი რა არის ეგ არავინ არის არა ვერ ხვდები ანუ თვითონ ფაქტი ის და ხალხი რო უყურებდა სისხლისმელი ადამიანები რომ მოწონდათ ეს პროცესებიც თავი რო გადაგორდებოდა არა შეიძლება არ მოწონდათ მაგრამ ნუ დასჯა იყო საჯარო სპეციალურად აყურებინებდნენ ხო ამიტომ იაკობ ხუცეს აუცილებლად ჩამწევთ რომ მე-5 საუკუნე ეგეთი ტექსტი არავის არ აქვს აი ვისაც სად არ ყოფილო რამდენ კონფერენციას ხო აი ლიტერატურის გამო წიგნების გამო ვერავინ ვერ წარმოგიდგენს წიგნს სადაც მე-5 საუკუნეში ქალთა უფლებებზე ლაპარაკი ანუ ეგეთი რამე ისე როგორც რუსთაველი იყო თანასწორობაზე ლაპარაკობს ეგეთი წიგნი არ არსებობს თან მაშინ ალბათ აქტუალური იყო მაინც მაგრამ თქვა ხო უნდა და მოგივიდეს თავში მაშინ უფრო არ იყო და ქალთა უფლებები ვიდრე დღევანდელი რა ქალი საერთოდ არ მე-5 საუკუნე აი აბა შემდეგ ერთი თუბი და აქაც დავამატე ერთი თუბი სადაც მაგითთან არ წავენ ჩავწერ მე კი არ მომწონს ეხლა გადამიარო ერთად ჩავწერ აქ დაცვაში ასეთი საოცრებაც ყავდა სხვათა შორის რადგან შუა საუკუნეები ვახსენეთ უსწრებს შოთა რუსთაველს მაგრამ უსწრებს გიორგი მერჩული ასეთი ავტორი რომელმაც სხვაშორის იაკობ ხუცეზე უნდა ვთქვა რომ სკოლას მასწავლებლებზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული რამდენად კარგად აუხსნის მაგალითად ვეფხის ტყავსოს არ შეძულდეს კი არ დააზეპიროს მხოლოდ არამედ აუხსნის ისევე არის იაკობ ხუცეს ეს მე-5 საუკუნეში ისეთი დიდო სტატია ხატულად რომ ალბათ რო არ აზეპირებდნენ ბავშვებს გაუშვებათ ეჩვენო დიდ ლიტერატურასთან აქვს საქმე მაგრამ გიორგი მერჩული არის ესე იგი გრიგოლ ხანძთელის შესახებ მოიგონა ეს წერილების 11-ეული დაატანდა აია კაცო აი გიორგი მერჩულამ დაწერა შენ თავს არ მიიღონ ხო მანდ გიორგი მერჩულამ დაწერა წიგნი წვრთნელი იქნება გიორგი მერჩულამ დაწერა წიგნი სადაც დაუჯერებელი ამბავია გრიგოლ ხანძთელი იყო ერთ ადამიანს როგორც შეუძლია შექმნას სახელმწიფო რაც მე ჩვენ შევქმნით აი ბაგრატ მესამეს გამაერთიანებელი რო ქვია და ქართული სახელმწიფო იწყება ათულის წერტილი ეგ არის მე-10 საუკუნის ბოლოს აი იმის ნიადაგი ვინც მოამზადა სინამდვილეში არის გრიგოლ ხანძთელი ერთი ადამიანი რომელმაც ქმნის სახელმწიფოს ეგ არის წარმოუდგენელი ისტორია ეგ მე გაიმეორა ესე იგი სასულიერო პირი იყო გრიგოლ ხანძთელი სასულიერო პირი მაინც სხვა ენერგეტიკაა და მარტომ შექმნა ეს აი მთელი ნიადაგი მოამზადა და მე გავერთიანდი უკვე ბაგრატ მესამის დროს მაგრამ მე ეს გაიმეორა ილია ჭავჭავაძემ ანუ მე-19 საუკუნეში დაქუცმაცებული გუბერნიებად დაშლილი და განადგურებული საქართველო გააერთიანა ერთმა კაცმა აი რო ამბობენ ხოლმე დიეგო მარადონაზე რომ ერთმა მოიგო 86-ში სოფლიო ჩემპიონატი მე მეცინება ერთმა კაცმა ილია ჭავჭავაძემ შექმნა სახელმწიფო მაგის ანალოგი არ არსებობს სოფლიოს მოგებას რა უნდა სოფლიო ჩემპიონის მონაწილე შესაბამისად აქ გადავა ერთ შესაბამისად გადადებებული იყო ეგ მარადონას ერთი კაცს მოგება მაგრამ მაინც არა ჯერჯერობით რომელიც მოიგო ეკუთვნოდა რა თქმა უნდა იმ ჩემპიონატში ისეთი კიდევ ფინალში გაიყვანა მეორე წელს მარტო შენ ისეთი ფენის მაისური გაცვია რომ ეს რეტროა ჩარტონის დროინდელია თმაო ჩარტონის ნაწყენი ხარ დიოგოზე არა ბედო რა სასურველი მარადონას მე ვაღიარებ ამიტომ მაისურებიც ამაკ და ნეაპოლიდან მაგის და ხვიჩასენ წამო გამოვზიდე ყველაფერი ილია ჭავჭავაძე და კიდევ აპირებ ჩასვლას მე პელე არა ის კიდე პელე თუდად მოექცა იქ გარინჩას და იმას არ ჩააკითხა ფული არ მიცა არ დაეხმარა პელე პადვარში მოხდა პიროსმანები გარინჩას ხაშოს ეს წიგნი რომელიც არასტიოსაცო როგორც ერთი დავით ესე წერს რაღაცებს რო იცოდეს ეგ მკითხეს ინგლისურ გამომცემლობაში რა მკითხეს პელეზე ანუ აი ეს იდეა მე რო ქართულ ფეხბურთზე წიგნი მაქვს ეს ინგლისელების იდეა რომ აი ჩვენ რო გამოვცეთ ქართული ფეხბურთის ისტორიაო თქვენი წიგნიო რამდენად თვლით რომ ქართული ფეხბურთი არის ისეთი ფენომენი რომ წიგნს იმსახურებს და ინგლისში ანუ როგორ დააინტერესებდო და პირველი რაც გამახსენდა მე ვთხარი ბავშვობაში რაც მახსოვდა რომ პანტეონში რომ დავდიოდით ფეხბურთისთან და მოუყევი ეს ანტენა და პატარა ტელევიზორები და ძელი ჯაჭვი რო გახედა მანდუყურე იზელს და იმას ბიჭო აი ყველაფერს მანდუყურე და ეს რომ მოუყევი იმ გამომცემლობის ხო ვისაც ველაპარაკებდი ღია დიდი ხო ესეთი ოფისი ის დანარჩენი თანამშრომლებიც გამოვიდნენ მაგაზე თორადას აქვს დოკუმენტური გაკეთებული კი ვიცი ხო და მე მეკითხა ამ კაცმა რომ მიხვდა რომ ისეთ რამეს ყვები რომ აი მაშინ აი პირადი მეებზე გადავალო კი ბატონო თქვენთვის ვინ უფრო დიდიაო
ისა მარადონა თუ პელეო, ვინ არის? ხო, ასეთი რამე მკითხა პირდაპირ. ეხლა წარმოიდგინე, უკვე მომხდარია, ხო ეს იმე რა ქვია 86 წელი მომხდარია, ომი მომხდარია ინგლისსა და არგენტინას შორის. და როგორი საქმეა? ხო არ მოვიტყუებოდი ეხლა მე. მარადონა უთხარი. პელი არ მინახავს და რაც მინახავს ის უთხარი. ნუ პელი არ მინახავს მეთქი და მარადონა მეთქი რა და ის ხალხი უკან წავიდა ისე რა ქვია, ვინცაც გამოვიდა ჩემს სანახავად და ჩაიქნიეს ხელი და ხო და ამან მაინც მკითხა, ამისთანაც მქონდა ეს დიალოგი. როგორ პელეზე დიდია, მაგრამ მე ვუთხარი პელი არ მივიდა გარინჩას ბავშვობის ლეგენდა გამოჩნდა. ეგრეა, ნახდათ ეგრე იყო. ხო და იმანაც ეგრე სარდაფში მოკდა უპატრონოს, ბიჭო. საიდან იცი? მე მინახავს გარინჩას დაგზავნის ისა რა ქვია. კადრები. კი, ნანახი მაქვს და იმდენი ხალხია იქ რომ ვერსიობითო რომ შეატყო ბარი თუ არა პელი. რესტორანი ქონდა იქ, რესტორანი არა, კაფე იყო. ხო, რა თქმა უნდა, დიმას უნისიებზე დადიოდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია. იდიოტობა რო არ თქვა, როცა სერიოზულ რაღაცებზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ კარგი წერეთელი არ გამოგჩეს. ზოიდია გეუბნები. სანამ 11 ეულს შევავსებთ, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ისეთი ვარსკვლავები გვყავს ლიტერატურაში, რომ ეს არის უსასრულოსია სინამდვილეში 1 2 3 4 5 6 7 8 ესე კიდე რამდენი დაგვრჩა? 3? ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, გალაქტიონი არ არისო. გალაქტიონს როგორ გამოვტოვებ? გალაქტიონი უნდა იყოს თავდასხმაში გავუშვებ ესა, მაინც უკვე ისეთ პოეტებს, რომ ვისაც ეკუთვნის თავდასხმა. მიდიება. ნიკოლოზ ბარათაშვილი და გალაქტიონ ტაბიძე დიდი მე გაფრენა და მიფრის და მიკრის თუ რა ქვია. გაფრენა და დიმას წარბების გაცვენა და რა ვიცი. ეგრე აუ დიმას თქვი რა. დიმას წარბების გაცვენა. მე ლაპარაკო, დაწოშებული აქვს ბიჭო. აუ ოპა და ეხლა წინ ერთი გამოკვეთი. მარტო ერთი დაგვრჩა. ერთი დარჩა. რა არ შეიძლება რომ ის სათადარიგოდ შევავსო? აი ეხლა მასე თუ გავაგზავნე ჩვენ მე მეტოქი კიდე 11 ეული. ო და ესე ძალიან აი მოდი ერთ ფეგურთელი დაამატებ, ვის დაამატებდი ერთ ფეგურთელს. იცი რა? აკეფიან დაამატებსო? აი ბიჭო, ვაცადე კაც. მოიცა, არა მომისმენ. თუ გინდა შოთა. შენ გაჩვენდი, გაგიხეთქო მაგთავს ბიჭო. ხო, იმდენი ისე ეხლა რო დავფიქრდი, იმდენი იმის შეყვანა მინდა კიდე. 11-ია ძმაო. სერვანტესი ქართული, სულ ქართველები შევიყარე. სერვანტესი მართალია, აუცილებლად, ჩემი საყვარელი. რა თქმა უნდა, იციან მე პარაგო. არა, სერვანტესი ვერ გამოვტოვებ. ეგ არის. და თავარი მწვრთნელი დათო ტურაშვილი. თავარი მწვრთნელი? ამათ ხო გაწვრთნილი იყო იქნებოდი ამათან ერთად. თავარი მწვრთნელი ესპანელი ნოდარ სიმსივნე. სერვანტესი, მიგელ სერვანტეს საავედა ესეთია. და დავწეროთ. სხვა შორის, ეხა ისეთი კაი ხალხი დამჭა დუბშემადგენლობა. დუბშემადგენლობა. აი ეგ შემდეგ გადაცემა. იყოს, მაგას გრაფიკი გაკეთებიოთ, რო ჩავადგებით იქ დღეში. დანარჩენ გიოს გააკეთებიათ მეჩხუმის პეპში და მე მგონი ისა რა. ესეთია ტურიკას 11 ეული. მე მგონი რაღაცა მეტია ბევრად, მაგრამ მაინც. არა, გვარები რაღაც დავთვალე ბევრი გამოვიდა. კონსტანტინე გამსახურდია ვახსენეთ, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილი არ გვეხსენება სხვა შორის ცხონებულიდან, რომ ცხელპლი რა რეპრესიების და საბჭოთა რეჟიმის, რომელიც ფეხბურთთან იყო დაკავშირებული, ასეთი საშინელება მოხდა, რომ დინამო თბილისი, ხო იცით, ბერიას დაარსებული გუნდი იყო სინამდვილეში. თუ დაკვირვები ხართ, სერიოზულად აკონტროლებდა. 25 წელი, იმიტომ აწერია, რომ მისი შექმნილი გუნდია და შექმნა 24 წლის აჯანყების მერე, იმიტომ ბერია მაინც ხო იცით, მოქმილი ტვინი იყო და იცოდა, რომ სანახაობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა რამეზე არ იყო. სახშობის მერე უნდა და ისა რა ქვია, დატანა ყურადღების ასე თქვა და პლუსის დაწერა. მან შექმნა ეს გუნდი. ამიტომ პირველი თაობის დინამო თბილისში თამაშობდნენ სხვადასხვა არამხოლოდ ფეხბურთელები, ჩეკისტებიც. რომ ნახოთ 36 წლის შემადგენლობა და მერე 37 წლის და მერე 38-ის თელი გუნდი ხრევა. ამიტომ რომ ხო იცით როგორ არის, ყველა რეჟიმს ეგ მოაქვს, რომ ჯერ მოწინააღმდეგეს ხრეტენ, ვინც არ გეთანხმება და მერე თავისიანების დახვრეტას იწყებენ. ისა რა ქვია, აუცილებლად როგორ ყველგან ესე ხდება, ეხლაც შარშანას და გაიცადაც ასე იქნება, სადაც რეჟიმია. სულ ყველგან იმიტომ რეჟიმი ერთნაირი. ხო და გინდა მემარჯვენე იყოს, გინდა მემარცხენე და მიხეილ ჯავახიშვილი რო დაიჭირეს, ვინც მიუგზავნეს საწამებლად, აღმოჩნდა მისი ისა რა ქვია, ფეხბურთელი, რომელიც შეთავსებით იყო ჩეკისტი, ან პირიქით. არ მინდა ხომ იმის გვარის თქმა, მაგრამ იმან უთხრა მიხეილ ჯავახიშვილს, რომ გიждდები თქვენ წიგნებზე. მიხეილ ჯავახიშვილი, მე თქვენ თამაშზე გიждდები, ნამყოფი ვარ, მინახავ სტადიონზე, ის პირველ სტადიონზე. აი წარმოგიდგენთ რა ტრაგედიაა და ამ მაგას როგორ იკადრებდა ეს ტიპი ვერც იკადრა რომ მიხეილ ჯავახიშვილი თავ საყვარელი წერილს წამებაში ვერ მიიღო მაგრამ და ისიც დახვრიტ ეს ბიჭის ნუ პატარა ბიჭი იყო სულ 25 წლის მაგ ასე ტრაგიკული ამბავი ამიტომ ის ნაღდი იყო ეს მითები ხო ის ბევრი დადის მაგ დროზე და
გასახდელში საერთოდ რომ შევიდაო პერიოდო ხო ჩა. კი, ეს ნამდვილი ამბავია. არა, ხო, ეს ბევრი რაღაცებს ყვებია და ეს არის და იგი იყო ხო ნახდათ რომ მეორე ტაიმში დავიდა პირიქით იქ ამბავი და ნამდვილი ამბავია, აგებდნენ 4 თონს და ის მატჩი დამთავრდა 4-1, უბრალოდ ლეგენდაა რომ მოიგეს 5-4-ს. წინამდვილის დამთავრდა 4-4-ის. 4-4 დამთავრდა. 4-4 დამთავრდა. არა, ანუ 4 თონს აგებდნენ, კითხა უბრალოდ აბა რა შევით. არ არის ყოველი ეს შეიხედა უბრალოდ რაშევით აბა თქვენიცით აბა და დავიდოდა ასე ერეოდა ფეხბურთის ამბებში და მეცაც გეტყვით ბერიას ის აქვს გაკეთებული რაც ფრანკოს მაგალითად სინამდვილეში დი სტეფანო რომელიც არის რეალ მადრიდის ლეგენდა და მისი თავარი სიმბოლო სინამდვილეში რეალ მადრიდის კი არ შემოს რეალ მადრიდმა კი არ შეიძინა დი სტეფანო დიდი არგენტინელი ალფრედო დი სტეფანო არამედ ბარსელონა და რომ გაიგო ფრანკომ რომ იმ თვითმფრინავით უკვე ეშვებოდა ბარსელონაში, რა ქვია, რომელთაც მიყავდა შემოატრია, როგორც დინამო თბილისი იყო ბერიას პატრონტაჟის ქვეშ, ასე იყო რეალ მადრიდი. შემოატრიალეს ის თვითმფრინავით დასვეს მადრიდის აეროპორტში და ალფრედო დი სტეფანო გახდა რეალ მადრიდის წევრი და ლეგენდა. და ასე გაიგო. ანუ ახიეს ბარსელონას ესე რომ თქვა რა. ასე, იმიტომ რომ ეზიზღებოდა კატალონიელები, იცით ალბათ. კი. ასე მოხდა იმის შემთხვევაშიც ბერიას უთხრეს რომ ვიღაც მეგრული წარმოშობის ფეხბურთელი დიდი ტალანტი თამაშობს სადღაც რუსეთში და ასე დაეშვა ვერტფრენი იმაში თამაშზე ასე ოფლიანი კაცი რუსეთში ჩასა. რა მოიყვანეს დინამო თბილისში რომ რაუდა იმას რუსეთში. აი იმდენად იყო იმდენად იცოდა რომ ფეხბურთი არის სანახაო რომელიც თავარზე არის ფიქრო თავარზე არის ფიქრო შენ ხო ეგეც იცი ზუსტად ეხა ჩვენი ახალგაზრდობის დრო არის როცა დინამო იგებდა კრიმინალი არ იყო მართლა ქალაქში ამაზეც გადაობენ ხოლმე ახალგაზრდები ეხა რომ ეს რო ყვებით მაგრამ ფაქტია რა შუშა არ იმტრეოდა ძმაო და ცხუბი არ იყო და არაფერი იყო სიხმად შეხმატკბილებული ხალხი ფეხბურთს რომ მოვიგებდით თამაშს მიშა მესხმა უმცროსმა ანუ მიშა მესხი ხო იყო დიადი მიშა მესხი მე მეორე რომელსაც ჩვენს გვინახავს სტანდარტთან რომ განახორციელა რეიდი ჩვენი იმის ტერმინი რო ვიხმარ და მე მესამე დიდი ქართველი მსახიობი მიშა მესხი შვილიშვილი უკვე მას ისე იმას ქონდა გენებში კი კაცო კადრები და გიორგი მეგრელიშვილს აქვს დაწერილი ისა რა ქვია სცენარი აი 91 წლის ვიცი თამაში და იქ არის ეს ეპიზოდი სხვათა შორის რომ ესე იგი იმ ღამეს არც ერთმა არაფერი არ მოხდა მიუხედავად იმისა რომ ყველა გარეთ იყო და მე რაღაც არავინ არაფერს არ იპარავს და აღარ მახსოვს უკვე რაღაც საუბრობთ ხოლმე მაგ თემაზე დათოს ახლა ჩვენი სპონსორების საჩუქარი გადავცეთ სად არის აბა აი მოდის კალი საირმე 1-5 ის არის ოჩა რატო მაგარია სახში წაიღეს მაო აპუცადე მე ფეხით საწავო მაურეკა მაგას ვეთყვი ვაჩუქე და არ წამოიღო კი კაცო ოპა დუნდა ეს ამაგარი არ იყურებოდა ეს და ვიფიქრე გაეპო გამიჩალიჩი ხო და ეს რაღაც სიმბოლური კეკები რაღაცა დაჯუგარია საირმე ლეჩხუმშიც არის ხო იმერეთის საირმე გვაქვს ხო საოცრებად არანაკლებ საოცრება ლეჩხუმში მაგერაც არის ორნობიჩი ასე რომ საირმე რო ჩააკითხა მესამე აგეკო სამი საირმე გვაქვს მინიმუმ დღეს დავამთავრებთ ამით საუბარს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი დღეს გადაიდება შემდეგი ეპიზოდისთვის და ეხლა ტორეკას კიდე ფეხბურთს მოედან 3 გოლი გაიტანა და რაღაცა ისა და პრობლემა ხარ. ეხლა ხვანერვიულო კიდე პიპოკი ვათამაშო ამ ხელათან არ მინდა ზმო უფრთხილდები ჰაერ ნიავს არ ვაკარებ ავკაცმე. კი ბატონო, იმიტომ რომ კიდე რამდენი კარგი მწერალი და პოეტი დაგვჭა ბოლო-ბოლო დავით გურამიშვილი გვიხსენებია შესანიშნავი. არა ეხლა იცი რა შენ თუ ეხლა ფიქრობ რომ ვინც უნდა გეთქვა და მოასწრებ ეხა თქواس ვერ მოასწრებ. ძალიან ბევრია და იმიტომ რონალდოსი უკვირთ რა ქვია 40 წლისა და თამაშობს და დავით გურამიშვილი 90 წლის იყო და შედევრებს წერდა. ეხლა შეიძლება ბევრმა ისე ვისკითხები დაასვას რომ ფეხბურთთან მაგრამ ყველაფერი ფეხბურთთან არის კავშირში როცა ჩვენ ვართ. წავედით აბა ჰედა აბა ხო. დიდი მადლობა. ადიოს ასტამანიანა.